გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს ოთხშაბათია, საღამოს 9 საათი. პოდკასტ არიედან მოგესალმებით, როგორც ყოველთვის და დღეს ვისაუბრებთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ჩემთვის კი არა მგონია რომ მთელი ქვეყნის თვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. განათლებაზე ვისაუბრებთ და ჩემი სტუმარი არის იმ პროფესიიდან ადამიანი, რომელიც მე ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მგონია რომ უზენაესი პროფესია არის და თუ გვინდა რომ ამ ქვეყანაში და ზოგადად ალბათ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ამ ქვეყანაზე ვისაუბროთ, რამე კარგად წავიდეს, ამ ადამიანების დაფასება უნდა იყოს ყველაზე მაღლა და გამარჯობა. გიორგი ლიპარიშვილი არის ჩემი სტუმარი, მასწავლებელი, მოსწავლებელი, როგორც თვითონ თავის თავს ეძახის. როგორ ხარ? კარგად, გამარჯობა. მადლობა, რომ თქვენს სათაურს ეხმიანებით, ძალიან საინტერესო სათაური გავთ. ცოდნის მოყვარე და თან რაღაცა ცნობის მოყვარეს გავს უცებ ყურში რო ისმინება და ორივე ერთმანეთს ავსებს და მნიშვნელოვანი ამბავია ცოდნაზე და განათლებაზე საუბარი და დიდი მადლობა ამისთვის და რო გაგახსენდით კიდევ იმისთვის. შენობით ვისაუბროთ ხო? ჩვენ ვიცავთ უკვე დიდი ხანია ერთმანეთს, რაღაც არ გქონდა გადაკვეთა და ეხლა ისევ და შენ ხარ იმ პროფესიის წარმომადგენელი, როგორც უკვე ვთქვი, რომელიც მართლა გულწრფელად მგონია რომ უზენაესი პროფესია, იმიტომ რომ მასწავლებელი იქნება ეს სკოლის მასწავლებელი, ბაღის მასწავლებელი თუ მე ლექტორი, რომელიც ალბათ იგივე უბრალოდ იცვლის სახელს და იგივე თუ არა შენ მითხარი როგორ უყურებ მაგ საკითხს, მაგრამ აი როდესაც შედის ბავშვი 6 წლის ბავშვი სკოლაში, ხო? და მე გამოდის 18 წლის, ესე რომ წარმოვიდგინოთ რა, რაღაცა მასწავლებლების ხელში გადის იმ დროის რაღაცა დღის დიდ მონაკვეთს და ყალიბდება ალბათ ადამიანად, მშობლებთან ერთად ძალიან დიდი როლი აქვს მასწავლებელს ჩემი გადმოსახედიდან. მე მოდი დავიწყოთ ალბათ ჩემ მაყურებელს ძალიან დაინტერესებს როგორ აირჩიეს მიმართულება, როგორ მოხვდი ამ სფეროში, მასწავლებლობა, რატომ მოგინდა, რა არის შენთვის მასწავლებელი? კაი კითხვა, უბრალოდ ბევრი კაი კითხვაა და ვეცდები რომ ყველას უპასუხო თანმიმდევრობით. ბოლოდან რომ დავიწყოთ, აი რატო ავირჩიე, თავიდან ჟურნალისტობით დავიწყე, ჩემი პროფესია, განათლება, პროფესიული განათლება. რამდენიმე წელიწად ვიმუშავე სხვადასხვა ტელევიზიაში და მასმედიის სხვადასხვა საშუალებაში და სულ მქონდა რაღაცნაირად თითქოს სიახლოვე ნოსტალგია საკუთარ ბავშვობასთანაც და ბავშვებთან ურთიერთობის რაღაცა სიყვარული, რაღაცებს თან ვაკეთებდი და მე რომ დავფიქრდი, რატო ავირჩიე, ბავშვებს აქვს ხოლმე ძალიან კარგი კითხვები და ერთხელ ერთმა მოსწავლემ მკითხა, რომ მამა თქვენიც ხელოვნების მასწავლებელი იყო და მაშინ მივხვდი, რომ დავფიქრდი და მივხვდი, რომ თითქმის მეთქა იმგონი კი თქვა, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ხელოსანი და მანქანების ხელოსანი და სახლში იყო ძალიან ბევრი ფერი, რომელთაც ამ მანქანას ფერავდა, მე ღებავდა, მე აკეთებდა და ძალიან ბევრი ნივთი. დეტალებიც, დიდიც, პატარაც და ბევრი სურნი, სხვადასხვა სურნელი, რითაც ეს კეთდებოდა და მივხვდი, რომ ჩემთან ძალიან ახლოს იყო ეს კეთების პროცესი და კიდევ მეორე ამბავი არის ის, რომ ზოგს გონია, რომ ვინმე მაინც ყავს მასწავლებელი და ამიტომ ხდები შენს პროფესიით. ჩემს ოჯახში და გარშემო არ მახსენდება, რომ ვინმე ყოფილიყო მასწავლებელი ჩემ ოჯახში, უბრალოდ იყო სიყვარული რაღაც კეთების და ბავშვობასთან ალბათ სიახლოვის კიდევ. და ერთხელ უყურე ერთ ფილმს, სადაც ძალიან კარგი ქართველი მსახიობი და ძალიან კარგი მოქალაქე ლევან აბაშიძე, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა მერე, თამაშობს ერთ ფილმს სკოლის მასწავლებელია, სოფელში მიდის მასწავლებლად და ეს ფილმი რომ ვნახე, სადღაც მაშინ ესე გამომინათა თავში, რომ იქნებ მეც მასწავლებელი ხوار გავხდე. ოღონდ ეს ბევრი წლის წინ იყო, მაშინ ისევ ჩემ პროფესიას მიუბრუნდი, მაგრამ ბევრი წლის მერე ეთყობა სადღაც ისევ მომინდა და როცა ვაკანსია ვნახე, ჯერ მეგობარს ურჩიე ხوار კიდე მეთქი მასწავლებლის ვაკანსია თქო და მე აღმოჩნდა, რომ მეც ვცადე, მე ერთმა მეგობარმა ჩემმა მასწავლებელმა და ჩემმა ლექტორმაც რეკომენდაცია გამიწია და დავიწყე ნელ-ნელა მასწავლებლობა და უკვე მერვე წელია რაც ამ პროფესიაში ვარ, პროფესიულადაც ვისწავლე, განვითარდი და ვითარდები სულ და ამიტომაც ვეძახი ჩემ თავს მოსწავლებელს, რომ თან ვსწავლ და თან ვასწავლი, იმიტომ რომ თუ სწავლას აჩერებ, აღარ ხარ საინტერესო არც საკუთარი თავისთვის და არც სხვისთვის და თან კარგავ რაღაცა განახლების, სიახლის შეგრძნებას და ეს მერე გეტყობა შენ თვითონაც რაღაცა
უხეშად ხარ, უხერხულად ხარ საკუთარ თავთან, რაღაცა რო არ მოგწონს თუდად რო გაცვია, აი დაახლოებით იმაზე ცუდი განცდა, როცა უკვე ვეღარ ვითარდები და სადღაც იჭედები. ამიტომ სულ ფორმაში ყოფნას გულისხმობს მასწავლებლობა და თან ბევრ პროფესიას აერთიანებს. სადღაც ის ჟურნალისტიკაც მეხმარება, ჩემი პირველი პროფესია, სადღაც წერა, კითხვა, თან მივამატე ქართულის მასწავლებელიც გავხდი, ქართულის მოსწავლებელიც. ჩემი ზოგიერთი მოსწავლე საქართველოს მასწავლებელსაც მეძახის. ონლაინ მასწავლი ემიგრანტებს ქართულს უკვე მე-4 წელია და სამ კონტინენტზე მუშაობ და ესეც ჩემი მეთოდით ხდება სწავლა, რომ მარტო ენას ან ლიტერატურას არ ვასწავლე. ზოგადად ქართულ ენას, ქართულ გრამატიკას კარგი სახელი აქვს საქართველოში, ქართული ენა ქვია, იმიტომ რომ ჩვენ ქართულ ენას ბევრჯერ კარგავდით ჩვენი დიდი მტრის დახმარებით და ძლივს გადავარჩინეთ, რომ სახელმწიფო ენა საერთოდ გამქრალიყო და რუსულად არ გველაპარაკა. დღესაც ჩვენი შეიძლება პოდკასტიც რუსულენოვანი ყოფილიყო. 78 წელს ჯერ კიდევ 100,000-ობით ადამიანი გამოვიდა ტანკების წინ იმისთვის, რომ ენა გადაერჩინათ და მათ ეს შეძლეს. ამ ადამიანების ნაწილი დღესაც ცოცხალია და დღესაც პროტესტში არიან ჩართული ისევ სამწუხაროდ იგივე მტრის წინააღმდეგ. და ის ქართული ენა რო ქვია რაღაცნაირად კარგი, გრამატიკა კი არ ქვია ქართულის, თვითონ ენა რაღაცნაირად იმდენად გრძნობიარია, დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, სამშობლოს ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, ატრიბუტი, ერთ-ერთი სიმბოლო და მით უმეტეს ერთ ნაგლეჯ ქვეყანას, როგორც ჩვენ ვართ, ერთი ნაკუწი ტორტის ერთი ნაჭრის ხელაც რო არა ვართ მსოფლიო რუკაზე, ესეთ პატარა ქვეყანას, რომელსაც თავისი ენა და თავისი დამწერლობა აქვს და თავისი კუთხური კიდევ დიალექტები თუ ენები აქვს კიდევ და ესეთი მდიდარია, მარტო იმის ძახება, რომ რა მდიდარი ვართ და რა ლამაზი ვართ, არ ყოფნის. ეხლა რო ვიძახოთ, რომ მე ძალიან ლამაზი ვარ და თავს არ მოუვაროთ, ამ სილამაზეს დავკარგავთ, ხო? იმიტომ რომ ჭირდება სილამაზეს მოვლა, დაბანა, დავარცხნა, გაფრთხილება, ზრუნვა და სიყვარული. რასაც ამ ბოლოს ცოტა ვერ გრძნობთ ადამიანები. და მე ალბათ მოსწავლებმა მომცეს ძალა, რომ ეს მასწავლებლობა გამეგრძელებინათ, თორე პირველ გაკვეთილზე მეგონა, რომ წასულიყო ჩემი საქმე და ამას ვერ შევძლებდი და შევიხსენებ ხოლმე პირველ გაკვეთილს, როგორც კლასში 11 ტომ სოიერი და 11 პეპი გრძელი წინ დამყავდა, თქო, იმიტომ რომ მეგონა, რომ ყველა ყირაზე გადადიოდა ჩემს გარდა, ან შეიძლება მეც, იმიტომ რომ თითქოს თავბრუმე ხვეოდა ისე ვიყავი და მეგონა, რომ შეუძლებელი იყო. ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია, ბევრი პროფესიის, ეხლა ჟურნალისტიკა ვახსენეთ, მაგრამ ბევრი პროფესია გამოვიცვალე, ბევრ საქმეს შევეჭიდე და ვცადე და ეს მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და თან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესია, იმიტომ რომ ბევრ რამეს აერთიანებს ერთად. ხარ შემგროვებელიც, რაღაცა მკვლევარიც, ჟურნალისტიც, აი ბევრი ხარ ერთად, ფსიქოლოგიც და ეს იმრავალფეროვნე გეხმარება, რომ მოსაწყენი არ იყოს შენი საქმე მერე და აი ფორმაში ჩააყენებაშიც მერე თითქოს გეხმარება და შენც რო რაღაცები გააზიარო. ჩვენ ხო რაღაცნაირად ვალში ვართ ამ სამყაროსთან, რომ იმდენი რამე ხდება გარშემო, როცა ამ რამეს ჩვენ აღმოვაჩენთ და ვისწავლით, ვალი გვაქვს, რომ ეს ვალი დავაბრუნოთ და ვინმეს ვასწავლოთ და გავაზიაროთ. თუ მე მოსწავლის გამ სწავლობ ხშირად, მეც ვცდილობ, რომ მოსწავლის რაღაცა ვასწავლო და ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი და რაც ახსენეთ, რომ ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში ეს ცოდნის რაღაცა ძივი იყრება თითქოს, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ცოდნა არ მთავრდება, როცა სტუდენტობა მთავრდება, სულ გრძელდება ცოდნის მოყარეობაც და გაგრძელება სწავლის. იმიტომ რომ ჩვენც ხო როდის ვიწყებთ სწავლას, ბაღამდე ვიწყებთ, ხო აი პირველ ამოტირებასაც ხო სწავლას ეძახიან, რომ აი რაღაცა სამყაროში შემოაბიჯა და ამოისუნთქა და რაღაც ადაპტაცია გაიარ, შეეგუა იმ გარემოს და თან ნიშანი მიცა, რომ მეც აქ ვარ, აი ერთი უკვე ვისწავლე, რომ ამოვიტირე. ესე ხდება რაღაცა სწავლის ბოლომდე მიყვანა, რომ არ გავჩერდეთ და კიდევ მასწავლებელიც, ხო, არ არის ადამიანი მარტო, ვინც სასწავლო ადგილებში გვხვდება. მასწავლებელი შეიძლება იყოს ადამიანი, ვისგანაც რაღაცას ვსწავლობთ. შეიძლება სკოლაში არასდროს არ უსწავლებია, მაგრამ იყოს საუკეთესო მასწავლებელი, ხო? მე მსგავსი ადამიანები ბევრი მყავს, ვისგანაც რაღაცა ვისწავლე, თუნდაც მცენარეებთან ურთიერთობა, ვიღაცისგან ვისწავლე, ადამიანებთან ურთიერთობა, ვიღაცასთან სამშობლოსთან ურთიერთობა. შეიძლება ვიხსენებ ხოლმე ერთმა ჩემმა ლექტორმა მითხრა, რომ ადრე ლექსი ვაჩვენე ჩემი, რომელიც საქართველოსზე იყო და მეგონა, რომ ეს აუცარე ლექსი დავწერე და
ერთი რამეს გთხოვო, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არასდროს აღარ დააპატარაო და სულ მახსოვს და სულ ვცდილობ რომ აღარ დავაპატარავ, იმიტომ რომ შემოკლებით ვწერდი საქართველოს საქ და ოს უწერდი ბოლოში, რომ თითქოს აი ამით სიტყვების სტროფი ყოფილიყო ესეთი ლამაზი ფორმით, მაგრამ ამით საქართველო პატარავდებოდა. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ წლებია რაც ეს ამბავი მახსოვს და ვახტანგ გიმნაიშვილი იყო ის ჩემი ლექტორი, რომელიც ქართულს და საქართველოს ერთდროულად მაყვარებდა, იმიტომ რომ ერთად არის ეგ რა, აი არ გამოდის რომ შენ თუ ისტორიას ასწავლი და საქართველოს არ აყვარებ და მტერს დამოყვარეს ვერ არჩევინებ შენს მოსწავლეს და შენ თვითონ ვერ არჩევ, ხო? არ ხარ მასწავლებელი მაშინ, ფორმალობად ხარ მასწავლებელი, როგორც იმას აქვს ძალიან კარგად ნათქვამი ჯემალ ქარჩხაძეს, რომ მოღალატეო არაფრით არ განსხვავდება ადამიანისგან, თითქმის ყველა ადამიანი ვარ, თუ მარტო იმით განსხვავდება, რომ ის მოღალატეა. ან სხვანაირად ვერ მიხვდები ის არის თუ არა მოღალატე. ფორმა ერთი გვაქვს, ადამიანის ფორმა გვაქვს ყველას. და აქ არის თავარი, რომ ტარილ ჭანტურიას აქვს კიდევ ერთი ესეთი პატარა ექსპრომტი, ვიცი გარჩევა კარგის და ცუდის, ცუდ ზოგჯერ კარგის სურნელი უდის. და აი გუნდა გავარჩიოთ, რომ შეიძლება კარგად კი გვეჩვენებოდეს, მაგრამ რა არის იმის უკანე გუნდა ვიცოდე. მე ხშირად ჩემ მოსწავლეებს გაკვეთილს რო ვიწყებთ ხოლმე, ვიწყებთ გამოცნობით, რომ აი პირობითად რადებს ჩემოდანში და ეს პატარა ჩემოდანში რა უნდა იყოს. და ვიწყებთ ხოლმე გამოცნობას, ან პატარა რამე ნივთში, სკივრში, ან ყუთში. და თუ რამის ყუთია იტყვიან პირველი რომ აი აქდებს ეს და ვეუბნები რომ უფრო სივით ნუ მსჯელობ თქვენ ბავშვები ხართ უნდა შევინარჩუნოთ ბავშვობა და უფრო შორს უნდა დავინახოთ ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ანუ ჩვენ გვაქვს სამი თვალი რეალურად, ორი არის რომელთაც ვხედავთ და მესამე არის კიდე გონების თვალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და იმის მიღმა დაგვანახებს, აი მაგალითად მე რო გითხრა რომ რა არის აბა ამ ჭიქაში. ნუ შენ შეძო მითხრა რომ წყალია, მე გეტყვი რომ წყალი არ არის, შეიძლება იყოს რაღაცა სხვა. და მე გადავდივართ ხოლმე გრძნობის ორგანოებზე, აი მაგალითად ხო არ მოусმინოთ და ჩემუდან სანყუთს ავახმაურებთ. მე ხო არ აწონი და ის სიმძიმით ხო არ გავიგოთ შეგნით აი მსუბუქია, როგორია, სუნით ხო არ ნახავ, ოღონდ თვალებიდან დახვიჭო და ჩემუდან საუხდით რომ უნდა სურნელით გამოიცნოს, რომ ამით ივითარებს გრძნობებს, რომ უფრო მგრძნობიარე იყოს. მგრძნობიარე კი არ იყოს იმ კონკრეტული გაკვეთილის მიმართ. ზოგადად სამყაროს ადამიანების მიმართ იყოს მგრძნობიარე, რომ სხვისი ტკივილი ახარებდეს, სხვისი სიხარული ახარებდეს, უფრო შორს ხედავდეს, ვიდრე ჩვენ ცხვირწინ დადებული ჭიქა იქნება ნებისმიერი კარგი ნივთი ან ცუდი ნივთი. აი ამას ვცდილობთ ხოლმე და ცოტა გრძელი პასუხი გავიგე. ანუ არაჩვეულებრივი იყო, იმიტომ რომ ალბათ ეს ის არის, რისი აი მე რო შვილი მყავდეს და შენ რო იყო ჩემი შვილის მასწავლებელი, ალბათ ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი ამ ყველაფერით. მე მითხრა ერთმა მეგობარმა ეგ რომ ჩემი სახელოსნო მაქვს და მითხრა რომ რა მაგარი სახელოსნო ეხლა გავხსენით ცოტა ხნის წინ მეორედ ერთხელ პანდემიის დროს ქონდა და ეხლა მეორედ გავხსენით და ზუსტად ეგ მითხრა რომ აი შვილი რომ მყავდესო მინდა შენთან მოვიყვანო და უთხარი რომ იქნებ ვაკანსია გამოაცხადო რომ შვილის ყოლა ან იფიქრო რომ და სასიამოვნო ამბავი მოხდა ერთი ესეთი რომ პირველად აღმოჩნდა რომ ადრე ლექტორი ვიყავი და ზოგს ეგონა რომ ჩამომალაბორანტეს როგორც დოჩანაშვილი ამბობს ერთ-ერთ თავის მოთხრობაში რომ აი მასწავლებლობა თითქოს დაქვეითება გონია ზოგს. არ და პირიქით არის ქვემოდან ზრდა იწყება ზემოთ, მაგრამ ისიც საუკეთესო წლები იყო ჩემი სწავლების, როცა სტუდენტებთან მუშაობდი. და ახლა აღმოჩნდა რომ ჩემი სტუდენტების შვილის მასწავლებელი გავხდი ჩემს სახელოსნოში და თან რა თქმა უნდა გამიხარდა და თან რაღაცნაირად ისეთი განათლებაში რომ გადავიტანოთ ეს ყველაფერი, როგორც ერლო მახვლედიანი ამბობს ერთ-ერთ თავის მოთხრობაში სადაც ბაბუას და უცნობ ბაბუას და შვილიშვილს უნდა რომ ხوار გავბაბუაშვილი შვილდეთო. დაახლოებით ეგ დამემართა რომ გავბაბუაშვილი შვილდი თითქოს განათლებაში ოღონდ და იმიტომ რაღაცა მე მეგონა რომ ჯერ იმდენი დრო არ გასულა და თურმე დიდი დრო გავიდა რომ შვილის მასწავლებელი გავხდი. ყოფილა შემთხვევა როცა ჩემი ლექტორების შვილის მასწავლებელი გამხდარ ბევრჯერ სხვადასხვა ლექტორის და ძალიან ბედნიერი და გახარებული ყოფილვარ. ძალიან მაგარია. ერთი კითხვა რა მაქვს, იცი? აი ხა შენ რას მოყევი? ამხელა ენთუზიაზმით კი ენთუზიაზმით არა, ამხელა სიყვარულით ყვები ამ ამბავს, უფრო ეს იქნებოდა ჩემი აზრით სწორი რა. აი ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს თვალებში, საუბარში და იგრძნობა. სათვალე ირეკლავს. არა, არ ირეკლავ. და ჩემი მაყურებელი ხა ესე პირდაპირ შემხებლობაში არ არის, მაგრამ დამინჯერეთ რომ აი ასხივებ მაგ სიყვარულს, როცა ამ საკითხზე საუბრობ. რა გაძლევს მაგის
შესაძლებლობას, აი, რატო ვამბობ იცი, რომ ჩემი აღქმით მასწავლებლობა დღეს საქართველოში დაფასებული პროფესია არ არის. დაწყებული ანაზღაურებით, დასრულებული, არ ვიცი, რაღაც არ ვიცი, თუნდაც აი ესე მასწავლებელია რა, ამითი რაღაცნაირად თითქოს დააკნინეს ეს პროფესია რაღაც წლებთან ერთად რა. შენ როგორ ინარჩუნებ აი ამ ხელა სიყვარულს და ამ მიდგომებს, იმიტომ რომ შენ რა მიდგომებით ახსენე, რომ იქ უნდა გამოვიც რაღაც შემხებლობით, რაღაცა უნარებს უვითარებ ბავშვებს, რომლებიც არასტანდარტული სწავლების მეთოდია, ხო? აი, საიდან მოდის შენთან ეს ყველაფერი, როგორ რა არის საერთოდ? იცი როგორ არის, ბევრჯერ მსმენია ხოლმე კითხვა, რომ დასაწყისი რაც იყო რა, მოტივაციას რა გაწევს. ერთხელ ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ მასწავლეო როგორ შეყვარე მოსწავლეებს თავიო და მაშინ ვერ უპასუხე მაშინ, იმიტომ რომ რთული სათქმელი ეს ერთი ნახვით შეყვარების ის არ არის, რომ უცებ თავი შეაყვარო, უცებ თავი მოაწონო, უცებ შენი მეგობარი გახდეს. ზოგჯერ არის ხოლმე რომ გაკვეთილზე მუსიკას ვთავთ ხოლმე და როცა მოსწავლე აღმოაჩენს რომ ამას მამა ჩემიც უსმენს ამ მუსიკას უცებ შენიანი ხდება. ან ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად სადღაც ექსკურსიაზე ყოფილვართ და ჩვენ დამდგარ ვართ რომ მოდი შევეჯიბროთ გაქცევაში და ეგონათ რომ მასწავლებელი ვერ დარბის და ამ დროს რო კარგად გვირბენია და მე არ გამიმხელია რომ ხანდახან მარათონებზეც დავრბივარ ხოლმე, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ წლების მერე მოსწავლეები თვითონ რომ წამოიზარდნენ უკვე მიგდებენ უკვე ფოტოებს რომ მას მეც ვირბინე მარათონს და მედალის ფოტოს მიგდებს და ეგ არის ხოლმე უკვე დიდი ბედნიერების ნაწილი რომ უნდა რომ გაგიზიაროს და თან აზრს რო გეკითხება რომ შეგაქებს თქვენ რამდენი ირბინეთ და ძალიან მაგარია რომ იმ ნაწილში უმეგობრდებიან. სხვა საქმე უნდა გქონდეს, კიდევ სხვა საერთო მოსწავლესთან სალაპარაკო უნდა გქონდეს, წიგნი, ფილმი, რაღაცა საერთო ენის გამონახვა და თუ რამე ინტერესს დაინახავ, რაც უფრო უკეთესად გამოდის, ხო, იმ მოსწავლეს. იქ უნდა დაეხმარო, იქ უნდა იყოს მეგობარი უნდა იყოს, თანამზრახველი უნდა იყოს, კარგი გაგებით ოღონდ, ხო, მისი კარგი ამბების თანამზრახველი. ერთხელ იყო ერთმა მოსწავლემ რაღაცა დააშავა თუ ეგონა რომ დააშავა, რაღაცა მოხდა, რაღაცა გაფუჭდა და რო ვეკითხებოდი რა ხდება, თქო რა აზრი აქვს რომ გითხრა რომ მაინც მასწავლებლის მხარეს იქნებიო და მეუბნებოდი რომ მე ვიქნები სიმართლის მხარეს, არ ვიქნები მასწავლებლის მხარეს, იმიტომ რომ არ ნიშნავს რომ ის კოლეგა რადგან არის, მე ან გავამართლო ან ზედმეტად დავჩაგრო ის კოლეგა და მაინც შენსკენ ვიყო რომ ბავშვი ან სიმართლის მხარეს რომ აი რაღაცა მოვაგვაროთ და აი მოგვარებით მივდიოდით ხოლმე მე რაღაც ამბებისკენ რომ გქონდა ხოლმე შემთხვევა როცა დამრიგებელი ვიყავი რომ პრობლემას კი არ ვქმნიდით ხელოვნურად რაც მოხდებოდა მე იმის გამოსავალს ვეძებდით ხოლმე და იქიდან მეგობრდებოდით ხოლმე რომ ხშირად ქონდა ერთ ესეთ შემთხვევა რამდენიმე 5 წელი გავიდა მგონი იმის მერე რომ ტელეფონი გაუტყდათ ერთხელ მოსწავლეებს ეს ტელეფონები სკოლაში არ შეიძლებოდა და გაკვეთილების დროს და ჩანთით თამაშობდნენ ვიღაცამ გადააგდო და გადყ და აღმოჩნდა რომ ამ მონაწილე ვინც იყო ორი ტირო და ორი ეუბნებოდა რომ გიორგი გვიშველის ვკითხოთ რა იქნება და აღმოჩნდა რომ მე ვთხარი რომ მოვიფიქრებთ გამოსავალს და მე ამშვიდებდნენ რომ აი გიორგი მხო თქვა რომ გამოსავალს ვიპოვით და გამოსავალი იყო ესეთი რომ ვთხარი რომ ჯერ ერთი შენც არ უნდა ქონოდა ტელეფონი და შენი ბრალიც არის რომ რატო ქონდა ჩანთაში როცა ყველა სადღაც ვაბარებთ რომ ხელი არ შეგვიშალოს ამიტომ ესე გავაკეთოთ ვისაც გინდათ ყველას დანაშაული ჩემიც რო ვერ შევამჩნიე მეც დავდე ფულს და ეს ტელეფონი გავაკეთოთ ერთად მე აღმოჩნდა რომ არა მშობელს უნდა რომ არ გაგვეკეთებინა რომ ბავშვებთან დაძაბულობა პირიქით არ გამოიწვიოს და მეუბნებოდი რომ ეს არის რაღაც თანამშრომლობა და პირველი ვინც იყო ერთ-ერთი მეც პირველმა დავდე ფული და ერთ-ერთი ვინც საერთოდ არ იყო მონაწილე ამობის ისეთმა მშობელმა დადო ეს ფული მე სხვებმაც ამათაც ყველამ და ტელეფონი გავაკეთეთ პარასკევს მაგრამ გადაცემა მოხდა ორშაბათს იმიტომ რომ სასწავლო დღე დამთავრებული იყო და ტელეფონის გადაცემის ცერემონიალი გავაკეთეთ შევფუთეთ რაღაცა საჰაერო ბურსზე ჰელიუმის ბურსზე ჩამოვკიდეთ სასუსნავები მივიტანეთ და ეს იყო პატარა დღესასწაული რომ პრობლემა როგორ მიგვეყვანა კარგ ამბავზე ასწავლე ან იყო შემთხვევა რომ ფანჯარა ჩატყდა კლასში ვიღაცამ კარი მოაჯახუნა და ყველა ამბობდა მე არა და არ მიკითხავს ვინ ჩატეხა ფანჯარა არა მეთქი რა მნიშვნელობა აქვს მე ხო არ მიკითხავს რატო მეუბნებით რომ მე არ ჩამეტეხოს ხო არ მიკითხავს მე ვინ ჩატეხეთ თქო და უთხარი რომ მოდი ესე გავაკეთოთ ისე ფული შევკრათ და ერთად გავაკეთოთ თქო თვითონ მოვიდა ვინც ჩატეხა და მე ჩამიტყდაო და მე გავაკეთეთ მე რატო მეუბნები ხო არ გვითქვამს თქო და მე გავაკეთეთ ფანჯრის ღია კარის დღე ეს ფანჯარა აღვადგინეთ მშობელის დაგვეხმარა იქ მაგრამ ის ფული რაც შეგროვდა ისევ სასუსნაობს მოხმარდა რომ და სხვა კლასების დავპატიჟეთ რომ დაინახეს რომ კარი ღია გქონდა და რაღაც აღნიშნავდით ეს იყო რომ
პრობლემა როგორ გადავაქციეთ ამბად. კონ და შეიძლება წლები გავიდეს, აი მეც ხო რამდენი წლის მერე გამახსენდა ეს ამბავი და სადღაც დაეხმაროს იმ მოსწავლეს იმაში, რომ პრობლემის დროს გამოსავალი სწორად იპოვოს. ანუ გაუბრწყინდეს. ძალიან კაი სიტყვა გვაქვს ერთი ნაპერწკალი. ეს ნაპერწკალი უნდა აინთოს გონებაში, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. და აი აქამდე მისვლას ალბათ ჭირდება ბევრი ისე ცოდნის მოყარეობაც და ცნობის მოყარეობაც და საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებ, თუ სიყვარულოდ ვაკეთებთ, აზრი არა აქვს. ზოგჯერ არის რომ ბავშვები არ უყვართ და ბავშვებთან მუშაობენ. ხო, ეს უნდა მეკითხა. ხო და არ გამოდის ეგრე, ხარისხი აღარ გამოდის. მაშინ უნდა დაანებო თავი იმ პროფესიას თუ უსიყვარულოდ აკეთებ, ესე იგი მოვალეობის მოხდის ეს არ არის მასწავლებლობა თავშესაფარი, არ არის სკოლა ან სწავლება არ არის თავშესაფარი. ეს არის ადგილი, სადაც შენც იზრდები იმათ, აი მაგალითად სწავლა რო იწყება, რო ახლდება ხოლმე სასწავლო წელი და მოსწავლეს რეუბნები რომ როგორ გაზრდილ ხარ თქვენც მას და მე ვხვდები რომ შენც იცვლები, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვერ ვატყობ ჩვენ ცვლებას, მით უმეტეს როცა ვიზრდებით და მართლა ვიზრდებით, ვიცვლებით, აი რაღაც ზაფხულიდან შემოდგომამდე ვიცვლებით ჩვენ ადამიანები და ბავშვები ამას გრძნობენ კარგად და ალბათ ეს ჭირდება რომ მუდმივი განვითარება, სულ მოძიება რომ ეხლა რა გავაკეთო სამოტივაციო ზოგჯერ ფილმი, ზოგჯერ წიგნი, ზოგჯერ მეგობარი, ზოგჯერ ყველგან იდეა უნდა ვეძებოთ, როგორც ჰენრი მილერი ერთ-ერთი მწერალი ამბობდა, რომ ყველაფერში мотиваცია და ენერგია უნდა ვეძებოთო, რომ აი ყველაფერი ჩამოთვლილი აქვს. ფეხის ფრჩხილებშიც კი мотиваცია უნდა ვეძებოთო, რომელიც ერთი შეხედვით აბსურდი გვეჩვენება, მაგრამ აი ყველგან რაღაცა უნდა იდეა დავინახოთ, რომელსაც მე რამე გარდა ვქნით, რამე კარგად. კი ბატონო, ანუ შენი აზრით ყველა მასწავლებელი არ არის? არა, რა თქმა უნდა და ეს ეხება არა მარტო მასწავლებელს, არც ყველა ექიმია, არც ყველა მშობელია მშობელი. მშობლობაც ხო ეს არ არის ბიოლოგიური მარტო აი მე გავაჩინე და მე შევქმენი და მე ანუ ხეშად რო ვთქვათ კი მე გავაკეთე აი რაღაცა გონია რომ თითქოს ის არ არის ხო საკმარისი ანუ მე გვჭირდება კიდევ განვითარება ამ ყველაფრის და მე ხდება პროცესი გვხდის ჩვენ მშობელს და არა მარტო ერთი კონკრეტული ქმედება ან მასწავლებლობა არ არის მარტო მასწავლებლის სტატუსის მიღება ან სკოლაში მუშაობის დაწყება მარტო ან ექიმობაც ხო ახლა სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ყველა სფეროში გვიჭირს ცოტა ყველგან ადამიანი, ვინც თავის საქმეს სიყვარულით და სიხარულით აკეთებს, იმიტომ რომ შეიძლება უყვარდეს, მაგრამ იმდენად უსიხარულოა იქ გარემო, მის გარშემო, იმდენად უსიხარულოა ის, რაც ხდება მის ირგვლივ, რომ ვეღარ აკეთებს ისე, როგორც უნდა რომ გააკეთოს. ხელის შემშლელი ფაქტორი იმდენი აქვს, რომ წინ წასვლა მერე უჭირს და ან ნებდება, ან მარცხდება, ან სხვა პროფესიაში გადადის და შეიძლება თავის საყვარელი პროფესიაც კი დათმოს. იმის გამო კი არა, რომ უნდა რომ დათმოს. სხვა გზა არ აქვს და აღარ არის განვითარება მის პროფესიაში. ვეღარ ხედავს გზას, რომ როგორ მიიყვანოს ის საქმე ბოლომდე. და ეს დეფიციტი არის, რომ მასწავლებლობის პროფესიაში რო ვილაპარაკოთ მასწავლებლობაზე შემოდინება უფრო ნაკლები არის. კარგი მასწავლებლის ვიდრე გადინება, ანუ ბევრი ანებებს პროფესიას თავს, ბევრი გადის პროფესიიდან, ვიდრე შემოდის ბევრი პროფესიაში და ეს ცუდია. ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა კარგად ისწავლონ, მაგრამ როგორ უნდა ისწავლონ თუ ხო და რა არის პრობლემა? აი მაგალითად მე ხო ვარ 31 წლის, როცა მე ვაბარებდი, არ მახსოვს არც ერთი ადამიანი ჩემ გარშემო სანაცნობოში, სამეგობროში ხომ მით უმეტეს, მაგრამ სანაცნობ არც გამიგია, რომ მე მასწავლებელი მინდა გამოვიდე, გავხდე. მე ხვდი არ მახსოვს ეგეთი არაფერი, ყველა იყო იურისტი, ჟურნალისტი, ბიზნეს ადმინისტრირება იყო ჩემ დროს მოდაში და ყველა ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვაბარებდით, მათ შორის მეც მან ჩავაფარე. ანუ ხვდები რომ ეს რა და თუ მე მასწავლებელი გახდა ადამიანი, არ ვიცი რა პროცესებს გადიხართ მასწავლებლები, რა სწავლობთ მე, რა ლიცენზია უნდა აიღოთ, არა იყო, ანუ როგორ ხვდებით როგორც მასწავლებლები ესე იურიდიულად რო ვთქვათ რა და არა ვთქვათ რაღაცა ესე სულიერ დონეზე, როგორ ხდება მასწავლებელი, მაგრამ მე როცა პრობლემებზეც მინდა რომ ვილაპარაკოთ რა პრობლემები არსებობს სკოლებში მასწავლებლებისთვის, ხო? შეიძლება კერძო სკოლებში სხვანაირი სიტუაცია, საჯარო სკოლებში სხვანაირი სიტუაცია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ რომ მაგისი გაჟღერება, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაცა ენთუზიაზმი, ძალიან გინდოდეს, გიყვარდეს ყველაფერი, მაგრამ აი როგორც რაღაც გარემოებები
შეიქმნას და იმდენი ხანი იყოს ეს გარემოება, რომ უბრალოდ თქვა, რომ მე აღარ მინდა და რაღაცაზე მოგიწიოს თავის დანებება თუ არ ვიცი როგორც არის. ისე როგორ გამომრჩეს ხო. დავიწყოთ რომელი კითხვიდან? დავიწყოთ მასწავლებელი როგორ ხდება ხო, მასწავლებელი. მასწავლებელი როგორ ხდება მასწავლებელი? აი ცოტა უფრო შორს რო წავიდეთ, მაგალითად ვაჟებ-შაველა იყო მასწავლებელი. და ხო ვაჟებ-შაველისთვის რომ მოეთხოვოთ, რომ აი შენ წარადგინე მასწავლებლის ცნობა, თორე ვერ გახდები მასწავლებელი, ხო, იქნებოდა სიგიში. ან რო წარმოვიდგინეთ, რომ ვაჟებ-შაველა ასწავლიდა მარტო კონკრეტულ საგანს, ხო? ეგეც ხო სიგიჟე იქნებოდა, რომ ასწავლიდა უფრო მეც, აი ქართველობას ასწავლიდა, რაღაცას ცხოვრებას, აზროვნებას ასწავლიდა. არ ასწავლიდა მხოლოდ მოსწავლეებს, ასწავლიდა მათ მშობლებს. გამოდიოდა ხოლმე გაკვეთილების მერ და ეუბნებოდა სოფელში, რომ გაახილეთ თვალები, რა ხდება გარშემო, დაინახეთ ყველაფერი და ქონდა ესეთ შემთხვევა, რომ დასწრება უნდოდათ მის გაკვეთილზე და არ შემოუშვა, რომ თქვენ არ ხართო ღირსები ბავშვების გვერდით ისხდეთო და კარი დაუტოვა ღია და თქვენ იქიდან ვიყურეთ როგორი გაკვეთილი გვექნება. ან თან შეახედა, მაგრამ თან ახლოს არ მიუშვა ბავშვებთან და ეხლა რა ხდება ხოლმე, რომ ბავშვებს იყენებენ ხოლმე რაღაცა ბინძური პოლიტიკური რაღაცა არისთვის, როგორც გუშინ ეჭირა მაგალითად ბავშვ საქართველოს დროშა მოჭმული იმით და თითქოს მე ფაზლს აწყობდა. მაშინ თუ გაერთიანებული ფოტო რატო არ ჩასვეს, ხო? აქაც გამოცდა მოუწყვეს საზოგადოების ორივე მხარეს, ერთ მხარეს რომელიც ამაზე ავღელვდებოდით და ხმას იმაღლებდით და მეორე მხარეს რომელიც ნელ-ნელა ამას ეგუება. მე რა მოხდა? ადრე თუ ეს გაგვიკეთა ერთმა რუსულმა კომპანიამ საქართველოში Yandex-მა, მე თუ გაგვიკეთა ერთმა დიდმა პოლიტიკოსმა, რომ რუკა იყო მოჭმული და ეხლა ბავშვის ხელით შემოგვაპარეს. ხო, სხვადასხვა კუთხით გვაძლევენ ამას, რომ ჩვენს ვიზუალურ აღქმაში გაჯდეს, რომ ჩვენი რუკა ესეთი კი არ არის. ესეთიც იყო, ესეთი უნდა დავინახოთ. ამაში ბავშვებს სვრიან და თან ამბობენ, რომ შორს უნდა იყოს სკოლა და პოლიტიკა, ბავშვი და პოლიტიკა. და ესე არ გამოდის რა. აი ბავშვი ხო ამ პოლიტიკაში, ამ გარემოში ცხოვრობს, ხო? მაშინ თუ შორს უნდა იყოს ბავშვებს რატო აყურებინებთ იმ ძალადობას, რაც გარშემო ხდება, ესეთი დიდი დოზით, ხო? და რატო ვრევთ ამ ყველაფერში ბავშვებს. და ეს თვითონ გზა მასწავლებლობის შეიძლება იყოს ორნაირი, ერთი რომ უნდოდეს სურვილი აქვს და მე ამას იურიდიული ნაწილი რაც ვახსენეთ, გაიაროს მასწავლებლის მოსამზადებელი კურსი, რომელიც არის ერთწლიანი პროგრამა და მე ხდება მასწავლებელი. მეც გავიარე ეს ერთწლიანი კურსი და იქაც უცნაური სახელები ქვია, რომ უფროსი მასწავლებელი ხდები. თითქოს სამხედრო წოდება ჰქონდეს, უფროსი ლეიტენანტი ან რაღაცა, არც ვიცი რატო დაარქვეს, რატო მოიგონეს ეგრე. და ის თუ უმცროსია პატარაა შენზე, იქნებ ის უფრო კარგად დასწავლოს და შენ უფრო მეტი იმიტომ გაქვს რომ რაღაცა დაამთავრე, მაგრამ იმას სიყვარული და მონდომება, მოქმედება უფრო მეტი აქვს. ხო, აი რაღაცნაირად და ანუ როგორ მოწმდება? იცი რა კითხვა მაქვს სკოლაში, როცა მოდის მასწავლებელი რა? და აი ვიძახ მე გვანცავლთავი ვიძახი რომ მე მასწავლებელი ვარ და მივდივარ სკოლაში. მე როგორც მასწავლებელს როგორ მომოწმებენ? არ ვიცი, ყველა სკოლას ალბათ თავისი მიდგომა აქვს ამით, მაგრამ აქ ხდება სხვა რაღაცა კიდევ შემოწმების გარდა, რომ აი უფროს მასწავლებელს სხვა ანაზღაურება აქვს, იმას სხვა ანაზღაურება აქვს და აქ მიდის საათებზე მე რაღაცა თითქოს ის რომ შენ მეტ საათს მოგცემ, შენ ნაკლებს მოგცემ, არავინ არ ფიქრობს იმას, რომ თუ მეტი საათი აქვს მასწავლებელს ის მეტად იღლება და ბავშვთან ნაკლებად პროდუქტიული ხდება. და თითქოს გეუბნებიან რომ ხელფას გიმატებ, ან ხელფას კი არ გიმატებ, ხელფას შეიძლება მოუმატოს ამ შემთხვევაში თავის მომხრე მასწავლებელს, მიცეს უფრო მეტი საათი და შენ თუ ცოტა მოწინააღმდეგე ხარ ამ შემთხვევაში შენ ხელფასი დაგაკლდეს. სისულელე შეიძლება მოხდეს და ამით საერთო ჯამი გამოვიდეს, რომ ხელფასი თითქოს ნამატია. და არის კიდე მეორე ამბავი, რომ ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ თქვენ ხო მასწავლებელი ხართ, უცნობ ადამიანმა კი მეთქი და აი რომ ხო მაგრად მიდისო საქმეო მასწავლებლებაშიო, სკოლები შენდებაო რაიონებშიო და ამ დროს თქვა რომ რაიონებში სკოლები მაგალითად 3 წელია უკვე ერთ-ერთ სოფელში სკოლა არ შენდება, უნდა გარემონტებული იყო და ბავშვები დადიან მეორე სოფელში და უარესი ხდება რომ ამუთხარეს დიდი მიწა ამ სკოლის ეზოში და ერთადერთი სტადიონი ქონდათ ამ სოფელს დარჩენილი რომ ბავშვებს ეთამაშოთ და ესეც ჩაკეტეს, ეხლა რომ ბავშვები აღარ შევიდნენ. და სამაგიეროდ ეს ფული შეიჭამა ვიღაცა და ამას რო ეუბნები რომ ეს ხდება, მასწავლებელი პრობლემაზე არ უნდა ლაპარაკობდეს. და ეს რა გამოდის, ისე პირობითად რომ შევადოთ, რომ ისე ვაჟას რომ მიუბრუნდეთ, რომ ვაჟას პრობლემაზე არ ეთქვა. ნიკოლ ორთქიფანიძე გიჟი გამოდის, რომ რატო წერდა პრობლემებზე. ხო თვითონ ხო ევროპაში სწავლობდა, რაღაცა ის იყო, გადასარევად გრძნობდა თავს, რატო წერდა დავით კლდიაშვილი პრობლემებზე, ხო? მაშინ დავხუჭოთ თვალები და ვთქვათ, რომ აი ყველაფერი კარგა, იდეალურად არის ყველაფერი, ხო? სკოლებში მაგალითად დამლაგებელი არ ყავთ და ბავშვების ნაწილი თბილისში ზოგგან
ტუალეტში არ შედის იმის გამო, რომ დალაგებული. დალაგებული არ არის და ითმენს და მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობა ხო ამ დროს ზიანდება, ვინმე ფსიქიკურიც ხო ამდენი საათის განმავლობაში. ამდენი საათის განმავლობაში და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და აქ მივდივართ ისევ რომ აი პანდემიის დროს რო დაიწყეს ჯერ კიდევ ამაზე ლაპარაკი რომ წყალი არ მოდის ბევრ სკოლაში ეს ხომ და მოგვარებული იყო რამდენი წელი გავიდა აი ამაზე უნდა თქვენ 21 საუკუნეში ისევ ლაპარაკი რომ წყალი მოდიოდეს და ხელს რო თუ სადაც მოდის და ცივი წყალი მოდის რაღაც ქაღალდი მაინც იყოს რომ ხელი გაიმშალოს. ეს არის ალბათ საჯარო სკოლებზე საუბარი. ხო საჯარო სკოლებზეა საუბარი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ მე თუ კერძო სკოლაში ვასწავლი და პირობითად კარგი ხელფასი მაქვს შეიძლება, ხო? ამით ვიყო ბედნიერი და გავჩუმდე და სხვა კოლეგები, რომლებიც ვინც ცუდ მდგომარეობაშია და რომელიც სკოლას მინახავს და ყოფილვარ ან ბავშვი მინახავს, ვიყო ჩუმად და არ ვილაპარაკო პრობლემაზე. არ ვიქნები მართალი, არც იმ ბავშვთან, არც ჩემ თავთან არ ვიქნები მართალი და ზოგადად თვალახვეული ვიქნებით. ის მესამე თვალზე რაზეც ვლაპარაკობდით, გონების თვალი. გამოდის რომ ვიბრმავებთ იმ თვალს, ხო? და ძალით ხუჭავთ და ვთქვი, აი ყველაფერი იდეალურად არის, აი ბრწყინავს სკოლა. არა, მაგიტო დავსვისოთ ეგ კითხვა პრობლემთან დაკავშირებით, რომ ფაქტია რომ არ ბრწყინავს და აი კიდე იცი როგორი კითხვა მაქვს. თქვათ, კაი, იურიდიული საკითხები გავიგეთ, მაგრამ მასწავლებლის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მდგომარეობას ვინმე აქცევს სადმე ყურადღებას? ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე რაღაც ესეთი ისინი ცნობები მიგაქვს, რომ რაღაცა მასწავლებელი ფსიქიკური მგონი არ არის ამ ცნობებში, მაგრამ რაღაც ცნობა მიგაქვს, რომ ფსიქოსას ეძახიან მართლმოწმობაზე რასაც. გაძლევენ რომ ნასამართლები არ ხარ, რაღაც ესეთი ცნობები გვაქვს ასაღები, რომ წარადგინო რომ შენ ის ხარ, რა ქვია, მოკლედ დამნაშავე არ ხარ, ან ნასამართლები არ ხარ, ან რაღაცა პრობლემები არ გვაქვს. ესეც შეიძლება რაღაც წინაპირობა იყოს, ცოტა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ეს პროგრამა. შეიძლება მე ის აღმოჩნდეს, რომ აი შენ რო ცოტა ხნით იჯექი ციხეში, ახლა შეიძლება ესეც გქონდეთ მე საბოლოო გათვლათ, რომ შეიძლება მე მასწავლებლობის სტატუსის შეჩერებების დაუწყონ ადამიანებს, რომ შენ ცუდი კაცი ხარ, შენ ციხეში იჯექი, ხო? შეიძლება ესეც იყოს. ახლანდელ მდგომარეობას რომ შევადავთ. შეიძლება ესეც მიაბან, ხო, იმიტომ რომ ეს ბრმად ცნობის გაცემა კი გადაამოწმა და ბაზაში არ არის, ხო, შეიძლება არ იყოს საკმარისი, ანუ მასწავლებელს სჭირდება აი მე აქვს ხოლმე ესეთი გადამზადება ხდება ხოლმე მასწავლებლების თითქოს წლის ბოლოს. ოღონდ წლის ბოლოს აი გეუბნები რომ ხვალ გეწყება გადამზადება პროფესიული. და როცა ზაფხული მოდის და შენ ზაფხულის დაგეგმა უნდა დაიწყო, ვერ იგებ რომ ის ხვალ ზაფხული როდის დგება მასწავლებლის ვერ იგებ. და ზოგს გონია მარტივი პროფესია და რთულდება ეს პროფესია თან გამოც რომ სავალდებულო. სავალდებულო ისევ სამხედრო სამსახური ხო არა რომ სავალდებულო იყოს. პირიქით იყოს რომ შენ ქონდეს არჩევანი, მოდი აი შენ რაში გჭირდება გაძლიერება, რომელ საგანში, რომელ მხარეში, რა უნარები გინდა რომ გაიძლიერო. ეს გინდა და აქედან არჩითან დრო შენთვის სასურველი რომ დასვენებაც მოასწარი მოდი. ლექტორიც აირჩიე ვინ გინდა იყოს და არა ეს რომ ის მაინც და მაინც ის გაიარე. არა, მაინც და მაინც ის არ უნდა გაიარო, იმიტომ რომ ის შეიძლება უკვე იცი შენ და იგივე რატომ და ტკეპნო და წყალი რატომ და ნაყო როცა შეგეძლო რომ უკვე რაღაცა აშენებაზე გადახვიდე, ვიდრე რაღაცა საზირკვლის თხრაზე იყო ისევ, ხო? ფსიქიკურ ჯანმრთელობაში კი რას გულისხმობ, რატო სავამკითხოს იცი რომ მე მახსოვს დიდი ხანია მე არ მაქვს შეხება სკოლის პერიოდთან და არც გარშემო ბევრი სკოლის მასწავლე მყავს ესე რომ ვიცოდე ისტორიები თუ ჩემი მეგობრების შვილები და მაგრამ ჩემ დროს იყო რომ მასწავლებელი ყვირო და უყვიროდა ბავშვებს წამორტყმის ძალიან ბევრი პრეცედენტი არსებობდა მე მახსოვს რა და ბოლო პერიოდში რა ვიდეოებით გავრცელებულა სოციალურ სადაც ეგეთი რაღაცები ხდება მაგიტო ვიცახე მაგას ვინ ამოწმებს იმიტომ რომ ეხა მე რო ვარ მშობელი და ბავშვს რო ვუშვებ სკოლაში ხო მე ხო არ ვიცი ის მასწავლებელი თქვათ რა როგორი ფსიქიკით არის რა რაღაცაზე შეიძლება ოდნავ ნერვი მოეშალოს და დაიწყოს ყვირილი მე 6 წლის ბავშვმა ჩათვალოს რომ ყვირილი ჩვეულებრივი ამბავია და რაღაცას დააშავენ, ნუ უყვირონ. ანუ აი, ხვდები რა ჯაჭვზე ვიძახი, იმიტომ რომ რაც არ უნდა შვილი არ მყავდეს და ვიღაც შემაყურებელს ახლა მაგალითად შვილი არ ყავს, ხო? საბოლოო ჯამში აი ეგ მაგ წლებში ვითარდები და მე გამოდიხარ საზოგადოებაში და მაგ წლებში რასაც იღებს სკოლასთან ერთად, რა თქმა უნდა, ოჯახი და საზოგადოება მაგას არ გამოვრიცხავ, მაგრამ აი ეს
და მე გამოდის რაღაცა ნაყოფი ბოლოს, რომელიც ამ სოციუმში ტრიალებს რა. მაგიტომო ჩემთვის პირადად, როდესაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას შევეხე და მივხვდი რა მხრივ მნიშვნელობა აქვს ზოგადად და ყოფიერებაში და არანაკლები ვიდრე ფიზიკურ ჯანმრთელობას მეტი თუ არა, ხო? ძალიან ლოგიკურია ჩემი აზრით ეგეთი კითხვა არსებობდეს, რომ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობა მასწავლებლის რაღაცნაირად თუ სხვანაირად უნდა მოწდებოდეს და არა უბრალოდ საბუთის დონეზე რა. კი, ან ისევ შორიდან რომ დავიწყოთ, კვლევები აჩვენებდა, რომ ჯერ კიდევ დაახლოებით 10 წლის წინ ფსიქიკური პრობლემა საქართველოში ჰქონდა ყოველ მეოთხე ადამიანს. 10 წლის წინ. წარმოიდგინეთ ამ 10 წელიწადში რამდენი რამე მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ხდება დღესაც და როგორი ფსიქიკური პრობლემები ვითარდება კიდევ უფრო მეტი. სტატისტიკა უფრო უარესია დღეს. რო ჩაატარონ მასწავლებლებშიც მათ შორის არა მარტო მასწავლებლებში, ზოგადად ყველგან მშობლებშიც, ნებისმიერ პროფესიაში, რომ ხედავთ გარშემო უამრავ ძალადობას, უსამართლობას, რაც ბუნებრივია მოქმედებს ფსიქიკაზე, იმიტომ რომ ფსიქიკა არის მგრძნობიარე და ეს კარგად ვიცით ყველამ და ჩვენზე კარგად იციან იმათ, ვინც ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებს პროპაგანდით, რომ რაღაცა დაგვაჯეროს, რაღაცა მოგვატყუოს, რაღაცა გვაჭამოს, ოღონდ გვაჭამოს არა პირდაპირ გაგებით, არამედ როგორც ჟარგონულად გვაჭამოს, რომ დაგვაჯეროს, რომ ეს უნდა მიიღო შენ, ეს არის შენი მოცემულობა, რომ ეს არის შენთვის კარგი. და შესაბამისად მასწავლებლებშიც ეს ფსიქიკური პრობლემები მატულობს. შეიძლება საერთოდ არ გქონდეს და მე შეიძინოს სკოლაში, იმიტომ რომ რაც ცოტა ხნის წინ თქვით, რომ ბევრი გაკვეთილის ჩატარება თითქოს გეუბნებიან, რომ აუ შენ ძალიან ძლიერს, აღანყოჩაღი ხარ შენ, შეიძლება გითხრას სკოლაში, მოდი ბევრი ჩაატარე, ამასაც შეძლებ, უფრო მეტ შეძლებ. და ამ დროს გეუბნებიან, გადაიტვირთო პატარა სიტყვა, შეიძლება გადაიწვა. ადრე ვთქვი, რომ მასწავლებლობა არის ქანცის წვეტამდე მიყვანელი პროფესია, თქვა. ტვირთავადაც კი მიმუშავია ერთხელ. ეხლა აღარ შეიძლება ჩემს მძიმისაწევა, მაგრამ როცა მიმუშავია იმასაც რო შეადარო, ხო შეიძლება ის ნაკლებად დამღლელი იყოს, უბრალოდ ის თუ ყოველდღიურად და ხშირად ამას აკეთებ, ბუნებრივია ჯანმრთელობისთვის მეტად გარეგნულად და ფიზიკურად რთულია და ცუდია, მაგრამ ფსიქიკურად ძალიან რთულია მასწავლებლობა, იმიტომ რომ ბევრ სტრესს იღებ და ეს სტრესი უნდა გადაიტანო მერე შენს და მარტო შენ კი უნდა გადაიტანო, უნდა გადაატანინო მოსწავლეს, უნდა გადაატანინო კოლეგას, იმიტომ რომ შენ მასწავლებელი არ ხარ მარტო შენი თავისთვის. აი მე ვარ მასწავლებელი და ჩავიკეტე. ნებისმიერ პროფესიაში მასწავლებელზე არ არის ეს. მე მინახავს მემონტაჟე, რომელიც იყო ტელევიზიაში მუშაობის დროს აუტანელი თავისი კოლეგებს. შეიძლება ყოფილიყო ძალიან კარგი მემონტაჟე, სწრაფად აკეთებდა, მაგრამ ზედაც არ უყურებდა თავის კოლეგას. ეგ უნდა რომ გააკეთა, მორჩა, როცა შეიძლება გვერდზე გაიხედა და აი მე მორჩი და რამე ხო არ გინდა, დაგეხმარო და შესაძლოა გავაკეთო არ არის. რა შრები მაინც რო კითხან, გრძნობებისგან იყო დაცლილი და ამას რო გაიზრდებოდა ის ასაკობრივ გაზრდას გულისხმობ, ხო? ამას გაზრდიდა. რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ ადამიანები წლიდან წლამდე კი არ ვიზრდებით, ამბიდან ამბამდე ვიზრდებით, იმიტომ რომ აი მაგალითად გვანცა შეიძლება გაიზარდოს არა 32 წლის რო გახდება. 31 წლის და 5 თვისაც შეიძლება გაიზარდოს, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოხდეს. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ამბებით ზრდა გამოვიწვიოთ და თუნდაც ერთმანეთი ამ ფსიქიკური უწონასწორობისგან დავიცვათ და დაბალანსებაში დავეხმაროთ ერთმანეთს და მოვიკითხოთ. ერთ-ერთი ძალიან კარგი რეკლამა, რომელიც გერმანულმა სატელეკომუნიკაციო არხმა გადაიღო, სადაც არის მასწავლებელზე, რომ მთელი დღე მასწავლებელი ხან ბავშვებთან მიდის, თავის საჭმელს ვიღაცას არ აქვს, გაუნაწილებს, ვიღაცის ჩხუბს გააშველებს, ატირებულ სხვა კოლეგას ეუბნება, როგორ ხარ და ისე ჩხუბება, რომ თავი დამანებე და ხელს აუქნებს, დირექტორთან შეხვედრაზე შევა, მშობლებთან ონლაინ ჩართვა აქვს, სახლში რომ მივა დაღლილი და ისევ რომ უნდა დაისვენოს და აი დღე თავდება და უკვე თან მეორე დღე უნდა დაეწყოს და ამ დროს ტელეფონი ურეკავს და ის მასწავლებელი ვინც ტიროდა და ვინც მოიკითხა გაახსენდება რომ თან ყველას ესალმება და ყველას ეკითხებოდა ეს მასწავლებელი როგორ ხარ და ის ურეკავს ეუბნება მარტივ ამბავს როგორ ხარ და მორჩ მეტი არაფერი არ უნდა იმიტომ რომ ჩვენ გვავიწყდება რომ ან მასწავლებელი და ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მარტო ხელფასისთვის არ მუშაობს თანაგრძნობისთვის მუშაობთ და მადლობისთვის რომ რაღაცა კარგი გავაკეთეთ აი რაღაცისთვის გავაკეთეთ ეს ერთმა გაუმცემლობამ დაიწყო კარგი პროექტი მადლობა მასწავლებელო და ზოგჯერ აქვთ ხოლმე ფასდაკლების დღეების მასწავლებლისთვის და აღარ მინდა ზოგჯერ წიგნის ყიდვა არ მჭირდება რომ ბევრი მაქვს და რიგი მაქვს რომელიც ავიკითხო მაგრამ სპეციალურად მივდივარ
იმიტომ კი არა რომ ფასდაკლებით ვიყიდო, იმიტომ რომ მონაწილე ვიყო იმის რომ იმათ ახსოვთ უკვე მასწავლებელი ყოველ წელს. ანუ ჩემი მხრიდან ჩართულობა მინდა გავაკეთო მინიმალური რა როგორც მოვახერხებ, სიმბოლური თუნდაც დავარქვათ, რომ მეც მათ მადლობა გადაუხადო. ზოგჯერ მოსწავლე რომ მეტყვის რომ მას დაინახავს რომ ამის გაკეთებას ხო დიდი დრო მოანდომეთ, მადლობა მას რომ მეტყვის. მე ვეუბნები ხოლმე რომ მადლობისთვის და მე მოწონთ რომ მადლობისთვის მას და ხვდებიან რომ იმათ მადლობა სიტყვას ძალა აქვს და რაღაცა ფასი აქვს, ფასზე მეტი აქვს, ღირებულება აქვს, იმიტომ რომ ძვირფასოს რო ეუბნები ბავშვს და რო ეუბნები ძვირფასი გონია რომ რაღაცა ნივთი უნდა იყოს, რომელიც რაღაცა მატერიალური და რაღაცა ღირს. ოქრო უნდა იყოს მაინც და მაინც ძვირფასი და გავიწყდება რომ ძვირფასი ნიშნავს რომ აი მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი, აი რაღაცა აქვს იმას ღირებულზე, ანუ ფასზე მეტი აქვს. აი ძვირი კი არ არის ის, რომ აი ვერ მიწუდები და ძვირი არა, ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, შენთვის ეს უნდა ვაჩვენოთ და ეგ არის მასწავლებლობის პროფესიაც, რომ თუ კოლეგაც უნდა გადაარჩინო, თუ მარტო შენ თავზე ფიქრობ, ვერ გამოდიხარ მე კარგი. აი თუნდაც ან რესურსი გაუნაწილო, ცოდნა გაუნაწილო, აი მაგალითად რამდენიმე დღის წინ მითხრეს რომ თურმე ჩემი ვიდეო გაკვეთილები რომელიც პანდემიის დროს დავიწყე ჩაწერა და უფასოდ დებდი YouTube-ზე და ბევრი დაგროვდა 50-ზე მეტი ვიდეო გაკვეთილია ჩემი კიდევ გადაცემა მოქვს YouTube-ზე სადაც ასევე უფასოდ დებ ხოლმე წიგნების კითხვას და აღმოჩნდა რომ ერთ-ერთ სოფელში სკოლის მასწავლებელმა ურჩია ბავშვს თურმე ვიდეო აი ეს ვიდეო ნახეთო გიორგის ვიდეო და მე გააკეთეთ სახში საშინაო დავალება და რო გახსნა აღმოჩნდა რომ თურმე ეს ბავშვი მე მიცნობ და ჩემი ნათესავი აღმოჩნდა და იყო უბედნიერესი თურმე მაგრამ ყოფილა უცხო ბავშვს მოუწერია რომ აი გიორგი მას მე თქვენ გიყურეთ ავაწყვეთ და ეგ არის კავშირი ზუსტად რომ ან მარტო მასწავლებელი არ არის მარტო ერთი ქალაქის ერთი სოფლის მასწავლებელი რაღაცნაირად ცდება მე ვაჟას ხშირად ვახსენებ იმას კი არ ვეტოლები რამით ვაჟას შორს ვარ უბრალოდ მინდა რომ ახლოს ვიყო ვაჟასთან აი ვაჟას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი თითქოს ხო ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს ორი სიტყვა რომ თან შენი ქვეყნის ნაწილი იყო და პატრიოტი იყო და თან კოსმოპოლიტი რომ მთელი მსოფლიოს მოქალაქე იყო თითქოს საწინააღმდეგოა მაგრამ თუ ჩვენ კარგად მოусმენთ იქ მივხვდებით რომ რა კავშირი აქვს ამას როგორ ხდები შენ პატარა ქვეყნის ნაწილით მსოფლიოს ნაწილით თუნდაც ჩოთა რუსთაველს როგორ ადარებს და აქცევს რომ ქვეყნის ნაწილიც არის და მსოფლიო ნაწილიც როგორც შექსპირია მარტო ინგლისის კი არ არის მსოფლიოსია შექსპირი ხო მსოფლიო მოქალაქე გამოდის და ესე ვარ ჩვენც ადამიანები და ის ჩაკეტვა რომ ჩვენ თუ პატრიოტი ხარ ქვეყნიდან არ უნდა გახვიდე და ან ზღაპრების თქმა რომ მარტო შენი უნდა ნახო თუ პატრიოტი ხარ და ამ დროს თვითონ დადის ყველგან და შენ გატყობს რომ შენ მარტო შენი ნახე რატო სხვა რომ ნახო რამე დამიშავდება დამაკლდება რა მიქნებ უფრო მეტად მომენატროს უფრო მეტად შემიყვარდეს პარალელი გავალო დავიცვა გადავარჩინო სხვა ქვეყნის გამოცდილება ვნახო ეს ხო სულ ესე იყო სულ გქონდა ჩვენ კავშირი ევროპასთან ხო პირველი წიგნიც ხო ევროპაში დაიწერა ხო და შეიქმნა ეს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ხო იტალიაში იყო ეს იტალიურ ქართული ლექსიკონი ან სულხან საბა სად იყო ხო ევროპასთან კავშირს და ფანჯრებს ვჭრდით და ეხლა თუ ჩვენ ფანჯრას ჩავკეტავთ კარს ჩავკეტავთ ქვეყანას ჩავკეტავთ ხო ვკეტავთ აქ განათლებას ხო ვკეტავთ განვითარებას ვკეტავთ და ზოგჯერ ამბობენ რომ იცით ეს პოლიტიკა მარტო და პოლიტიკა არ არის განათლება და განათლების პოლიტიკა რა არის ან სოციალურ თემებზე რატო არ ამბობთ არაფერს და სოციალურ პოლიტიკურ ერთი და იგივე არ არის ის პოლიტიკა ხო ერევა შენ სოციალურ ცხოვრებაში ხო ძვირდება შენი ცხოვრება ხო მიუწვდომელი ხდება შენთვის განათლება ხო შენთვის უფრო რთულდება უსაფრთხოება ამ ქვეყანაში ეგ სოციალური არ არის და რატო გამორიცხავს ერთმანეთს პოლიტიკა რისგან შედგება ხო საზოგადოებისგან და საზოგადოება სოციალური არ ვართ ან რა ხდება მაშინ ხო და ვერ გამოდიხარ როცა გვეკითხებიან ხოლმე მასწავლებლებს როგორ ხართ ხანდახან კარგად ის თქმაც ზოგჯერ დაგვაფიქრებს ხოლმე რომ თუ შენი კოლეგა კარგად არ არის და შენი ერთ-ერთი ღირსეული კოლეგა ციხეში არაფერს გულისთვის ის შენ კარგად როგორ ხარ მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ძალას ეძებ შენს თავში რომ თქვა რომ კი კარგად ვარ იმიტომ რომ ჩემი სიკარგით მე ძლიერი ხდები და იმ კოლეგასაც გავაძლიერებ რომ კარგად ვიქნები ისევ ჩემი ლექტორი რო გავიხსენო ვახტანგ გიმნაიშვილი რო ვკითხავდით როგორ ხარ რომ ესეთი პასუხი ქონდა რომ ყველაზე კარგად და თანამით გვეუბნებოდა რომ სიტყვა როგორ ხარ ამან ძალა დაკარგაო ან მოვალეობის მოხდის მიზნით ვეკითხებით ადამიანები განამიტომ რომ არ ხარც ველოდებით მას როგორ ხარ და გავივლით ეს დაახლოებით იგივეა გამარჯობა რომ მიუგდო ადამიანს და
და ეს გამარჯვებაც არ და რა მაგარი სიტყვა გვაქვს, რომ გამარჯვებიდან მოდის და ყველას ხოლმე რუსულობ თან და მე მახსენდება ხოლმე მეორე სინონიმი სხვა ქვეყნიდან შემოსული სიტყვა გვაქვს სალამი და შეიძლება იმას ვისაც არ გინდა რომ გამარჯვება უსრო შეიძლება სალამით შემოიფარგლო მხოლოდ და პატარა გამოსავალი იპოვო. სიტყვებსაც გაფრთხილება ჭირდება, როგორც ერთხელ შევხვდი ეგეთ ესეთ სიტუაციას, რომ იმაში ცხეთის ჯვარზე შესასვლელში ფულის მთხოვნელები ლოცავდნენ შემსვლელებს და ვიღაცები დალოცეს წყვილი და ტყუპი ბიჭიო ესე დალოცეს და ამ წვილმა დაილაპარაკა რუსულად და ვიმე რუსები ყოფილანო ესენიო და ამა ტყუპი ბიჭი აღარ ჭირდებათ და ეს თავის დალოცვა უკან გამოითხოვა მერე და ხო და სამწუხაროდ აი როგორც ოთარჭილაძე ამბობს რომ ყველას ხელი არ ჩამოართვათ, იმიტომ რომ ყველა ამის ღირსი არ არისო. ამ შემთხვევაში პერიფრას ვაკეთებ და არა ციტირებას, რომ დაახლოებით ჩინაარსი ეს აქვს, ხო? თუ იცი რომ ის ადამიანი მოღალატეა, იმასთან არც პური არ უნდა გატეხო მოღალატესთან და არც ხელი არ უნდა ჩამოართვა, იმიტომ რომ ის ხელს გიშლის შენს განვითარებაში, იმან შეიძლება შენს გიღალატოს, იმან შეიძლება თუ შენს გვერდით შენს კოლეგას უღალატა, შენს ქვეყანას თუ უღალატა, ხო? შენც ისევე გაგსრეს, გაგყიდის, გაგწირავს, როგორც სხვა და თან ისე შეიფერებს, რომ ვერც კი მიხვდები, რომ ამას აკეთებს. ამ გამართლება აქვს, რომ თავისი მორალი შხაპის ქვეშ შეაყენოს თითქოს და რეცხოს ყოველდღიურად, მაგრამ ესე მარტივად არ ირიცხება ეს სინდისი, ხო, ერთადერთი არის, რომელიც არ ირიცხება ყველაფერს. შეიძლება ეს მაგიდის ზედაპირი გავაპრიალოთ, გავრეცხოთ, გავწმინდოთ, მაგრამ ის სინდის უჭირს ყველაზე მეტად. შეიძლება წლები დაჭირდეს და აი რაღაცა რა არის სინდისი შენი აზრით? სინდისი არის რაც აი შინაგანი ხმა, რაც გვეძახის, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთს არ უნდა აურიოთ, თქო ეს არის ლაპარაკი ბოროტ ტყუილზე. შეიძლება ზოგჯერ დაგვჭირდეს კეთილი ტყუილი, პატარა ტყუილი იმისთვის, რომ რაღაცა გადავარჩინოთ, თუნდაც ბავშვს უთხრათ იმისთვის, რომ ის მისი განვითარებისთვის იმ დროს უკეთესი იყოს. მაგრამ მე გულისხმობ ამ შემთხვევაში დიდ ტყუილს, რომელიც ღალატს უტოლდება თავისი ტყუილით. აი ეგ არის სინდისი, რომ შენს პრინციპებს ღალატობ, შენს თავს ღალატობ ამ შემთხვევაში პირველ რიგში. მე ვეძახი შინაგან კონსტიტუციას. გადასარევი სიტყვა, შინაგანი კონსტიტუცია, რომელიც შეიძლება დაიხეს კიდევაც, როგორც გარეგანი კონსტიტუცია იხება ხოლმე კანონების სრულად. მგონია რომ ერთადერთი ნაღდი რაღაც არის, რაც გვაქვს ადამიანებს შიგნით, აი ესე რა, შინაგანი ორგანოები და რა გვაქვს. ხო, აი რაღაცა ესეთი ტიპია რა, რომელიც ესე რენტგენზე რო გამოჩნდეს რა კაი იქნება შინაგანი კონსტიტუცია რო მიჩანს. ყველა ვიცოდეთ ვინ რისი მატარებელია, ხო? ხო, მაგრამ ეს შინაგანი კონსტიტუცია რეალურად მგონია რომ ყველას აქვს უბრალოდ გვაქვს ადამიანებს ის უნარი, რომ ამ შინაგან კონსტიტუციას ესე გადავაფაროთ შავი ფარდა და გავაჩუმოთ და აღარ ილაპარაკოს და არაფერი აღარ გვითხრას რა. ნუ ყოველში რო გვეუბნება ის რაღაცა შიგნიდან, მაგრამ ჩვენ იმდენად დაბმოვებული გვექნება თვალი და არ ვიცი, გემოვნება მეტის მოხვეჭის, რომ იმას აღარ მოვუსმენთ და აი იმ წამს რაც გგონია რომ კარგია და გვჭირდება სიხარბეში, იმას ავიღებთ რა, თორე ეგ კონსტიტუცია მართლა მგონია რომ ყველას აქვს რა. არ მგონია რომ ადამიანი იბადება მაგის გარეშე და უბრალოდ აი მერე წლებთან ერთად იქნება ეს საზოგადოება, სკოლა თუ ოჯახი ამ კონსტიტუციის რაღაცნაირი გადაკეთება, გადმოკეთება, მიჩქმალვა, არ ვიცი, ფორმის შესაძლოა მუხლები აკლდეს, შეიძლება ყველას კონდეს, მაგრამ მუხლები არ ქონდეს, ამოიღო, ან მერე ამოიღოს, მერე გადააკეთოს, ან კიდევ პრობლემა არის ის, რომ განათლება რაში გვჭირდება, ხო? ანუ ხო, აი მოდი სანამ მაგას დაიწყებ მაბატია გაწყვეტინებ, მაგრამ ზოგადად განათლება რა არის შენთვის? აი რას ეძახი განათლებას? განათლება არის განათება, მე მგონი, ოღონდ მარტო ეს ნატურა არა ამ შემთხვევაში მზეც არის და ისევ სინდისისკენ რო წავიდეთ, სინდისის და გონების გაბრწყინება ერთდროულად და განათლება არ არის მარტო დიპლომი არ არის განათლება. და ნიშანი არ არის. მე ჩემოსავლებს ვეუბნებოდი, ესეთი არსებობს შეფასება, თანამედროვე შეფასების სისტემებში არის გამსაზღვრელი და განმავითარებელი. გამსაზღვრელი როცა რიცხვით ქულას უწერ და განმავითარებელი როცა რაღაც კომენტარს ეუბნებ. ესეთი არის. ჩემ დროს არის, ჩემ დროს იყო ნიშნები, 10-იანი ცხრილი. აღარ არსებობს ეს ჟურნალი, როგორც ჟურნალი, ხელმოსაჭიდი არის ელექტრონული და იქ შეგვიძლია რომ მიუწერო მოსწავლეს, რომ აი განმავითარებელი შეფასება. და მე როცა უწერდი ხოლმე ნიშნებს, ჩემს უფროს მოსწავლებს, უფროს კლასელ მოსწავლეებს, იქ წერდი ხოლმე, რომ
გახსოვდეს რომ მაღალი ქულაც რომ მიიღო მაშინაც ან ცოტა დაბალი რომ გახსოვდეს რომ ერთ-ერთ შეფასებას ვამბობ ამ შემთხვევაში რომ შენს ქულებზე მაღლად გახარ. და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არა რომ აი მე მაღალი ქულა მივიღე და დღეს რა მაგარი ვარ. ქულით კი არ ხარ მაგარი, იმ საქმით რა საქმითაც მიხვედი, იმ მოთმინებით როგორ იმუშავე იმ ქულისთვის, იმ მოთმინებით როგორ მიხვედი რაღაცა პირად თუ საზოგადო ბედნიერებამდე. ეს ბედნიერებაც რაღაცნაირი ამბავია რომ შეიძლება ბოროტებით იყოს ადამიანი ბედნიერი, აქაც ისევ პრინციპები და სინდისი გვჭირდება და განათლება გვჭირდება. განათლება არის კიდევ აზროვნება, იმიტომ რომ თუ არ აზროვნებ და უბრალოდ განათლებას იღებ ესე დაზეპირებით მარტო, საზეპირო განათლება თუ გაქვს, საზეპირო სიყვარული თუ გაქვს ქვეყნის, სადღეგრძელო სიყვარული თუ გაქვს და აი მე განათლებული ვარ და მე რაღაცა უნივერსიტეტი დავამთავრე, საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ამ განათლებას უხეშად რომ შევადაროთ ნერგს, ნერგი სანამ ხი არ გახდება, მანამდე ხო სულ ჭირდება წყალი, ჭირდება მზე და მერეც როცა ხი გახდება და კარგად მიებმევა მიწას, მერეც ჭირდება მზე, ჭირდება რაღაცა განვითარება, ჭირდება წყალი უნდა მოიპოვოს ქვემოდან, რაღაც კიდევ ჭირდება და ესე ჭირდება განათლებასაც, სულ საზრდო ჭირდება, რომ განვითარდეს. თუ ჩვენ წლები ჩავკეტავთ წიგნს არ წავიკითხავთ, სწორის და მართლის გაგება გაგვიჭირდება მერე და ვიტყვით რომ აი ქართველი მწერლები არ გვყავს. როდის წაიკითხე რომ არ ყავს, ხო დაუშვათ, რატო არ ყავს? მე მოვისმინე ერთხელ ერთი პოლიტიკოსიდან რომ ქართველი მწერლები, სად ყავს ჩვენ ქართველი მწერლები და მე ავდექი და ჩემს თავთან გავაკეთე სტატისტიკა რომ რომელი ქართველი მწერალი მყავდა თანამედროვეზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში ამ ჩვენ დროში რო ცხოვრობენ ცოცხლები რო არიან რო დაინახავ გამოელაპარაკები ისეთებთან და 50-ზე მეტი დავთვალე რომელიც წაკითხული მქონდა და რომლებიც კარგი მწერალი არიან უბრალოდ მწერალი კი არ არის კარგი მწერალია მწერალი რომელიც თაროზე კი არდებს რომლის აზრები შეიძლება გამოგეკიდონ და რაღაცა გზაში დაგაწიონ ძალა და ბიძგი რომ მიდი წინ წაიწიე ცოტა კიდევ უფრო მეტად და ეს მე რაც ხონა წაკითხულთ რომ კიდევ მეტნი არიან კიდევ საოცარ ამებს ქმნიან წერენ და ვითარდებიან და თან ხდებიან კიდევ უფრო საინტერესოები მსოფლიოსთვის იმიტომ რომ ადრე ესე ხშირად არ ვითარგმნებოდით კიდევ ეხლა შანსი გვაქვს ამის რომ უფრო მეტად ვითარგმნოთ უფრო მეტად გავრცელდეთ და ეს განათლება რაც არის გავრცელდეს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რომ მაგათაც ფრანგებს აქვს ესეთი სტუდია სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იწვევენ სხვადასხვა ადამიანს ერთი პროფესიის ადამიანს და იმ სტუდიაში მერე მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა ამ შემთხვევაში გულისხმობ ანიმაციას მაგრამ რა მაგარია იმას კი არ ამბობს რომ აი მე მარტო ფრანგები ვართ მაგრები ანიმაციაში და ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ფესტივალი ანიმაციის საფრანგეთში არა შენს გეუბნება რომ შენც კარგი ხარ ირანში კარგ ფილმებს აკეთებ საქართველოშიც ყველა ქვეყანაში და მოდი თუ გინდა შენ თუ მაგარი ხარ მოდი ჩემთანაც ისწავლე და ერთობლივი გავაკეთო გავაზიარო კი გავაზიარო შენ კი არ გართმევს ამ შენს ქართველობას ერთად ვქნათ მოდი რა და იყოს ორივე ქვეყნისთვის აი მე მარტო ფინანსურად კი არ გეხმარები აი სივრცეც ჩემი იყოს ჩემი გამოცდილებაც იყოს იმიტომ რომ მე უფრო დიდი ხანია შეიძლება ამას ვაკეთებ და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი და ეს გვჭირდება ზუსტად ერთ-ერთ პროექტში ვიყავი ჩართული შვეიცარიელებთან ერთად საგანმანათლებლო პროექტში და იქაც ეს ნაწილი იყო ზუსტად რომ ჯერ აქ ჩამოვიდნენ და სკოლებში ერთად მუშაობდით და უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით და მე იქ წავედით და ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში და ერთად მუშაობდით სკოლებში და ეგეც ნაწილია რომ პატარა ქვეყანა ამ შემთხვევაში პატარას გულისხმობ ტერიტორიულთაც და განვითარების კუთხითაც საქართველოს თორე შვეიცარიაც პატარაა მაგრამ განვითარებას ახერხებს კარგი მეზობლებით და კარგი პოლიტიკით და ამ შემთხვევაში ეგ ნაწილი იყო რომ ერთობლივი მომხდარიყო გაერთი კი არ გეუბნება რომ მე შენზე მაგარი ვარ შენს გაქვს რაღაცები კარგი და მოდი გამიზიარე შენი კარგი და მე რაც მაქვს მეც გაგიზიარე და ეგ არის ზუსტად ჩვენ ვცხოვრობთ გაზიარების საუკუნეში ოღონდ ეს გაზიარების საუკუნე არ ნიშნავს რომ სოციქსელებში რაღაცა გავაზიაროთ მაინც და მაინც და თან რამდენი სისულელე შეგვხდება იმდენი გავაზიაროთ ეგ არის განათლება რომ ამურჩევა უნდა ვისწავლოთ ხო თუნდაც რას მოусმინოთ ხო ჩვენ ხო ინფორმაციის ზღვაში ვცხოვრობთ და შეიძლება ამ ზღვაში ან ჩავიხრჩოთ ან პირიქით გავცუროთ ამ ზღვაში თუნდაც დინების საწინააღმდეგოდ იმიტომ რომ ზოგჯერ დინებას შეიძლება სწორი მიმართულებით არ მივყავდეთ და ბრბო მიყვებოდეს ამ დინებას და ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა რომ შემოვატრიალოთ ეს ხალხი და ბრბო იქნებ საზოგადოებად იქცეს ხო ჩვენი მაგალითით ჩვენი შრომით ჩვენი ქცევით იმიტომ რომ თუ ჩვენ მარტო საკუთარ თავზე ვიფიქრებ და ვიზრუნებ შეიძლება არ იყოს საკმარისი ეს ხო იმიტომ რომ მარტო
ერთ ადამიანს ხوار ყოფნის მზე რო გაანათო, ყველასთვის გვინდა ის მზე და ყველასთვის გვინდა განვითარება და აი ეს არის განათლება, რომ მართლა განათებაა, გონების განათება და აზრად ქცევა. სტუდენტობისას ერთი ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა, რომ მწყემსი შეხვდაო მთაში, რომელს არანაირი განათლება არ ქონდა, სკოლაც კი არ ქონდაო დამთავრებულიო და ისე განიხილავდაო ევროპელი მწერლების ნაწარმოებებსო, რომ ცნობილ კლასიკოს გაუჭირდებოდა, რომ ის განეხილა მსგავსადო. იმდენად შიგნიდან იცნობდაო, იმიტომ რომ ბევრჯერ წაიკითხა, ბევრჯერ დაფიქრდა, გადაიაზრა ეს ყველაფერი, რომ აი ეს როგორ იყო და ეგ არის განათლება. ან თვითგანათლებაა კიდევ მნიშვნელოვანი, აი როგორც თვითნასწავლი ადრე უფრო ის იყო ხოლმე ეს სიტყვა პოპულარული, როგორც ფიროსმანი იყო თვითნასწავლი, როგორც ავთოვარაზი თვითნასწავლობას და თვითგანათლებას პატივსცემდა ხოლმე, რომ შენით უნდა მიაგნო რაღაცა სიახლეს და არ უნდა დაელოდო, რომ ეხლა მოდი რაღაცა მოხდება, რაღაცა რეფორმა იქნება და მე განვითარდები, რამე ჩქარება, ჯერ ამას მივყვები, ხო? ჩვენ ეგ გვახასიათებს, არ ვიცი ადამიანის ზოგადად დამახასიათებელი თვისებაა თუ არ ვიცი ერის თუ საზოგადოების ქართულის, მაგრამ არ მგონია მარტო ჩვენ იყოს, რომ ზოგადად გვახასიათებს, რომ ვიღაცა რომ დამავალე სამსახურებშიც რომ დააკვირდა რა როგორ არის, რომ ვიღაცა რომ დამავალებს, მე გავაკეთებ, ხო? ან მე კი არ მოვიქექები, კი არ მოვძებნი აბა დამატებით მასალა, აბა ისა, მე ჩემთვისაც ლაპარაკობ გამონაკლისს, მაგრამ არავის არ ეგონოს რა. მაგრამ ეს თვისება არის ჩემშიც ძალიან ძლიერად ხანდახან რომ აი რაც არის იყოს ახლა მეზარება ცოტა რაღაცა ნუ შეიძლება ეს სიზარმაცია უბრალოდ ან არ ვიცი კიდე ის იყო მაგრამ განათლების სისტემაზე მინდა რომ ვილაპარაკო იმიტომ შენ ახსენე ნიშნები ახლა მე გეტყვი განათლების სისტემას მე როგორ ვუყურებ რა და შენ შემისწორე რა თქმა უნდა ვიცი რომ ჩემ არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მაინც მასწავლებლის მხრიდან მოსმენილი მნიშვნელოვანია ჩემთვის. არსებული განათლების სისტემა, რომელიც დამყარებულია ჩემი აზრით, ნიშნების მიღებაზე, საზეპიროზე, მოსწრებაზე, ხო? ანუ რაღაც, არ ვიცი, არსებობს გასავლელი თემები, ხო? საგნები რაღაც ქართულში, მაგალითად ამ სემესტრში უნდა გაიაროს მოსწავლემ პირობითად აქედან აქამდე, ხო? მათემატიკაში აქედან რაღაც მასალა ხო არის? ხო ესეა? ყველაფერში ცვლა მე მგონი, ხო? ხო, ეს ჩემთვის აი ხაი ამ გადმოსახედიდან, როდესაც სკოლას დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტის და რაღაც აი მართლა თვით განათლებაზე ვარ გადასული და აი ამ მოძიების იმაზე ვარ ძალიან დაჩქარებული არის ბავშვისთვის და ადამიანისთვის, რომ შენ უნდა მოასწრო, საიდანღაც რაღაცა წაკითხვა, სწავლა, ჩაბარება, საკონტროლო დაწერა, ნიშნის მიღება და ნიშნის მიღებაც აი ყოველთვის იყო, რომ ძალიან ბევრი ბავშვი და მათ შორის მეც მისწავლია რაღაც, რომ ნიშანი მიმიღია, ნიშნისთვის მისწავლია, რომ უბრალოდ წერებოდა 10-იანი, იმიტომ რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, ხო? პირობითად ვიძახი. ჩემთვის პირადად ეს განათლების ფორმატი ძალიან მოძველებულია და მგონია რომ შესაძლებელია და მგონია რომ აი როგორ ვუყურებ იცი თუ სწორად ჩამოვაყალიბებ ალბათ ბევრს ვიბრუნებ მაგრამ ვეცდები რომ გადმოვცე აზრი რომ ბავშვებს სკოლებში კი არ ამზადებენ იმისთვის რომ ინდივიდუალური ნიჭის გამოვლენა მოხდეს და მე იმის საზოგადოებაში გატანა ან რაღაც არ ვიცი თავისი მიზნის მისიის პოვნა მაგაში კი არ უწყობენ ხელს ამ სისტემით. არამედ არ გამოჭრა იმისთვის, რომ მე რა დავალებაც არის თქვათ სახელმწიფოსგან, ბიზნესისგან, რომ ისევ 9 საათზე გაიღვიძოს, 7 საათზე მორჩეს სწავლას, დაიძინოს, გაიღვიძოს, იმუშაოს რაღაცა ვიწრო ჭრილი და აი ამაში იყოს სამსახურისთვის ამზადებენ, რომ ამას მიეჩვიოს, რუტინას რომ მიეჩვიოს, ხო, ამას გულისხმობ. ხო, აი ჩემთვის რაღაც ესე ამ ეტაპიდან, აი ბევრი რაღაც გაანალიზება რომ გავაკეთე ჩემში, თითქოს ეს კი რუტინა საჭიროა რა თქმა უნდა და დღემდე მე თვითონ რაღაც რუტინებში ვარ, ხო, ჩვეულებრივად, რომ თუნდაც პოდკასტის დაგეგმვის გაკეთების ჩაწერის ამის შემდეგ მაგრამ აი ბავშვი რომელიც ძალიან ყველაფერს იწოვს და ითვისებს რა, თითქოს აი არის რომ ვისწავლო, იმიტომ რომ 10-იანი მივიღო, ხო? იმიტომ რომ შენ არის მასწავლებელი არ ვიცი, მგონია რომ 100-დან აი რამდენი შეიძლება იყოს, რომელიც სხვანაირად უყურებს ამ პროცესს, ეხლა შენ როგორც აღწერო, რაღაცა
თამაშის ელემენტი შემოგაქ რაღაცას გრძნობებით აღქმის ელემენტი შემოგაქ, რომელსაც ეუბნები, რომ ნიშანზე მაღლად გახარ. რამდენია ესეთი მასწავლებელი, გულწრფელად რო ვილაპარაკოთ. ბევრი კარგი მასწავლებელი, ჩემზე ბევრად კარგი მასწავლებლები, მაგრამ ოღონდ უმრავლესობაში ხო, არასაკმარისი. აი მაგას ვამბობ. მაგრამ თვითონ სისტემაზე მე კი გადავალ და მაყურებელს ვეთქვი, ჩვენ ამ შეუძლებლად ვილაპარაკებთ ეს თანამ ეხლა ეს ბოლო კანონები რაც შემოდის განათლებასთან დაკავშირებით და მაგაზე შენი აზრს მოვისმენ, მაგრამ ზოგადად აი ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი წლების განმავლობაში არსებული სისტემა განათლების მოძველებულია, გადასაკეთებელია თუ ეს კარგია რაც არის? ყველა კაი კითხვა იყო ამ იმაში. მე იმაში ვიხილმე რომ არ გამომაკალდეს. მივყვეთ და მე გაგახსენებ. კაი, ბოლოდან მივყვეთ. ხო, რა თქმა უნდა შესაძლებელი არის, აი ნიშნებიდან რო დავიწყოთ. ცოტა დაიწყო ცვლილება თითქოს, იმიტომ რომ დაბალ კლასებში ნიშნები აღარ იწერება. ეხლა რომ რაღაცა მეხუთე კლასის მეორე სემესტრამდე თავისუფლება აქვთ ბავშვებს, რომ რაღაცა კონკურენცია არ იყოს, ერთმანეთის შეჯიბრება არ იყოს, ეს რაღაცა არა აქვთ და ის ცოტათი კარგია. მაგრამ მე როგორი დოზით შემოდის და რა ხდება და მე ზემოთ როგორ მიდის და აი რო ვთქვით რომ ის გამსაზღვრელი და განმავითარებელი ეგ ძალიან კარგია, მაგრამ რამდენად სრულდება მე ეგ და რამდენად კარგად მიდის. ზოგს ეზარება, ზოგს არ ეზარება ამის კეთება და ჩაწერა და აი ეგ არის უკვე პრობლემა მე რომ ეზარებათ მასწავლებელს გულს. ხო, შეიძლება. ან შეიძლება იქვე არ მიუწერო კომენტარი, ან იქვე თუ ეუბნები ამას. რომ მიიღო ეს ნიშანი, კარგი, ან ესეთი კარგი რჩევა არსებობს მენეჯერებისთვის არის, მაგრამ ჩვენ ხო ვთქვით რომ მასწავლებლობა ბევრ პროფესიას აერთიანებს, ერთ-ერთი მენეჯერის არის, რომ შეაქეს საჯაროდ და შენიშვნა მიეცი ცალკე. და ეგ არის ძალიან კარგი რჩევა, რომ აი ბავშვი არ უთხარ რომ შენ რო დღეს ცუდი ნიშანი მიიღე, ამას რო საჯაროდ ეუბნები, იმ ბავშვს კარგავ, იმ დღეს კი არა, მარტო სულ და კარგი, ის აღარ არის შენიანი ის ბავშვი. ან ჯობია რომ სადღაც შენს თავში იპოვო იმის მოთმინება, გადაღლისთ, რაღაც ყველაფრით ხმაურით, რაც შეიძლება ხდებოდეს, ხო? და ცალკე უთხრა და ცალკე უთხრა თუ კარგად იმუშავებს, დღეს ბრწყინავდი, დღეს კაშკაშებდი, ოღონდ ამაში იყო სულად გულწრფელი და არა ეს სიყალბე, რომელიც სიყალბე შეიძლება მისმა გვერდით ჩდომა დაინახოს და მე ის დაკარგო. ანუ შენთვის მნიშვნელოვანია რომ სხვაც არ დაკარგო, მარტო ერთ ბავშვს კი არ ელაპარაკები, რომ ელაპარაკები, შეიძლება სხვასაც ელაპარაკები. თუ ერთს ელაპარაკები, მაშინ ცალკე უნდა დაელაპარაკო და ცალკე უნდა უთხრა ეს ყველაფერი. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ქულებზე გადასვლაც სწორად შეფასებული იყოს და რისთვის აგროვებს ამ ქულებს, რომ რაღაცა თავი მოიწონოს, რაღაცა პრინციპი ქონდეს ამისთვის, ან ქონდეს უკეთეს შემთხვევაში არჩევითი საგანი, რომ ყველაფერი კი არ ისწავლოს. ან არის ხოლმე რომ პირობითად პრობლემა, რომ რაღაცაგან სწავლობს მე-9 კლასამდე და მე აღარ სწავლობს და ბოლოს რომ მიდის უკვე სტუდენტი რომ უნდა გახდეს, ეს 3 წელი აღარ სწავლობდა და წვეტა აქვს და როგორ უნდა მივიდეს, ან პროფესიის არჩევაში არ ვეხმარებით, კარგად არ შევდივართ ბავშვთან კომუნიკაციაში, რომ დახმარება გავუწევთ, რომ ეს პროფესიასაც რისთვის ვარჩევინებთ, რომ დასაქმდეს, გადარჩეს თუ ბედნიერი იყოს. ხო, იმან უნდა იყოს თავისთავი, თორე იმიტომ კი არ უნდა აირჩიოს პროფესია, რომ რაღაცა მარტო იარსებოს, ბედნიერი რო იყოს იმ პროფესიით, რასაც აკეთებს და ის გამოდიოდეს კარგად. მე რომ გაკვეთილზე შევდივარ, რომ ცვლი ხოლმე მასალას, რომ ზოგს გონია ხელოვნების გაკვეთილი, ხატვის გაკვეთილი და ხატვა არ არის მარტო, რომ ხან შემაქვს ნაჭერი, მავთული, ხე, ქვა, ფოთოლი, რკო, ცვლი მასალა, დაშლილი ტექნიკა, რომ რაც თვითონ მოერგება ხელზე, იმას მიაგნოს თვითონ რაც გამოდის და თან ვაჩვენო, რომ რა მრავალფეროვანია გარშემო სამყარო, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, როგორ შეგიძლია შენი რაღაც ინტერესები გაამრავალფეროვნო და გაზარდო და მოირგო უფრო კარგად. ან რაც მოგწონს ის წინ წაწიო და იმის წაწევით მე სხვა რაღაცები ცოტა მიაყოლო. რომ სულ მარტო ერთის იმედად არ დარჩი, იმიტომ რომ თუ რამდენიმე ამბავი გაქვს ინტერესისთვის, ეგ უფრო კარგია, ვიდრე მხოლოდ ერთი შეიძლება გამოიჭირო, რომ თუნდაც კომუნიკაციის ვისხებთან ურთიერთობისთვის, ოღონდ ეს არ უნდა იყოს, აი ზოგჯერ არის ბავშვი მოწყენილი, რომ და რო ეკითხები რომ რა ხდება, აი 9-გან დავდივარ სხვადასხვა იმაზე და დრო აღარ მრჩება და ბავშვს აღარ რჩება თამაშის დრო. ესეც დასაბალანსებელია და შეიძლება იმიტომ რომ სკოლა ვერ აძლევს ამ ყველაფერს და მე იძულებულია რომ გარეთ ეძებოს. ან განათლების ამბავში პრობლემა არის თუ არა, ის რომ დავთვალოთ რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ და ჯერ ისე პატარა ქვეყანა ვართ ხო 3 ათეული წელი ხო და ამ დროის განმავლობაში შესაძლოა რომ რეკორდს ხსნიდეთ განათლების მინისტრების შეცვლით.
ანუ 23-მდე განათლების მინისტრია შეცვლილი და დაახლოებით 34 წელზეა ლაპარაკი, ხო? და იმდენად ბევრია, რომ როგორ უნდა მოასწროს რაღაცა რეფორმის ბოლომდე მიყვანა, საქმის შედეგი მივიღოთ, ანუ ან რისთვის იცვლება, ან ვინ ხდება საერთოდ განათლების სპეციალისტია, ის ვინ ადგენს ამ რეფორმას, ეს არის მნიშვნელოვანი. იცის ბავშვთან უმუშავია, როდესმე ბავშვთან რამე საკითხთან არის შემხებლობა ქონია, თუ ისე უბრალოდ უნდა რომ დაირქვას, რომ რეფორმას ვატარებ და განათლების რეფორმა ტარდებოდეს გაუნათლებლობისთვის, ვიდრე განათლების წინსვლისთვის, ხო? აქ არის პროფესიონალიზმისგან დაცლას ხედავთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ხედავთ უსიყვარულობით დაცლა. ეს კი არ კეთდება იმის გამო, რომ რაღაცა წინ წავიდეს, კეთდება ზოგჯერ იმის გამო, რომ პირადი ინტერესები წავიდეს წინ. და ამ შემთხვევაში ისე ბავშვი იჩაგრება მერე. და წინა რამდენიმე თვის წინ იყო კვლევა დაიდო, რომ ბავშვებს უჭირთ გააზრება და საზოგადოება ამაზე დაცინა ბავშვებს, აი კვლევა მაჩვენა, რომ ბავშვებს გააზრება უჭირთ. და თვითონ ზრდასრულებს არ გვიჭირს გააზრება, კარგად ვართ, სწორს და მართალს ძალიან კარგად ვიგებთ, რომ ბნელა ქვეყანაში დღე გგონია მოსმენელის გააზრება გვიჭირს. მოსმენელის, რატოა რომ მარტო სათაურს კითხულობთ, მარტო რასაც გვეტყვის სხვა, რომ ის არის ყოველთვის კარგი, რატო იქნებ დავფიქრეთ, ხო არ მატყუებს, კი მეუბნება რომ კარგია, მაგრამ ყველა კარგია? ხო და ეგ აი მაგას კითხავს. ყველა ხილია, იქნებ ის ხილი, ყველა სოკო ხო არ არის, ზოგადად შხამიანი. ეგ მგონია რომ ნუ გასაგებია პოლიტიკურ ასპექტში რო განვიხოთ, გასაგებია მთავრობები მინისტრების სვლა ზოგადად დამოკიდებულება მისი რა ქვია მთავრობის რო განათლება არ არის პრიორიტეტული და მე მგონი ამ ქვეყანაში როდის იყო პრიორიტეტული სადაც განათლება მე არ ვიცი, მაგრამ ნუ ეგ გასაგებია ერთის ხო. მეორეს ხო ვკითხო, აი ეს სისტემა რაც არის, არა მარტო საქართველოში, შეიძლება კიდევ სხვა ქვეყნებშიც არის, უბრალოდ არ ვიცი. აი მე მგონია რომ ზუსტად მაგას უწყობს ხელს, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარება ნაკლებად ხდება, ჩარჩოში ფიქრი, მოსწრება რაღაცის, ნიშნის გამოგაკეთება, შეჯიბრებითობა, რომ აი მე თითქოს მაგას ვამბობ, ბიზნესის და არ ვიცი თუნდაც სახელმწიფოების დავალება არის, რომ გამოჩეკეა ეს ბავშვები ესეთი, იმიტომ რომ მე ეს ბავშვი მე მჭირდება რომ შემოვიდეს ახალ ქარხანაში, ანუ ნაწილაკია. შეერთდება იმაში, ამაში დიდ ქარხანის ნაწილაკად რაღაცად არ ვიცი რა ქვია, შეერთდება და იწყებს ამითი კიდე მუშაობას და მუშაობას. ვინმე ხო არ იციო ისეთიო რომ დასაქმება უნდათ და აი რო არ აზროვნებდეს ეგეთი ხო არ იციო ვინმე ესეთი ადამიანის დასაქმება გვინდაო და აი ჯერ როგორ უნდა იკითხო ეგეთ რამე მე როგორ უნდა გაუწიო ვინმე ეს რეკომენდაცია არ აზროვნებდეს რომ მარტივი რაღაცები გააკეთოს ხო ის სიგიჟია სრული სიგიჟია ხო და რეალურად მე რო გავშალოთ ეს ერთი ადამიანის პრობლემა არ არის ხო ესეთი უნდა აი რასაც ამბობდი რომ აი უნდა რომ არიაზროვნოს არიფიქროს უბრალოდ მივიდეს და მარტო გააკეთოს იაფი მუშახელი იყოს რასაც უბრძანებენ მარტო ის გააკეთოს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ სადმე რომ მუშაობს სულ შეეწინააღმდეგო და სულ გაჯიუტდე აქ ლაპარაკი იმაზე რომ თუ გატყუებს შენი დამსაქმებელი იცოდე შენი უფლება ან რაში გვეხმარ განათლება რა არის რომ საკუთარი უფლების ცოდნა გააზრების ცოდნა რაღაცა როგორც მამარდაშვილი ამბობდა რომ თუ ჩვენ ფიქრსო გადავზრდითო აზროვნებაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აზროვნებისკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენ ადამიანები ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ არაფერს ისეც არ ვასწავლით მასწავლებლები იმაზე ღირებულს კონკრეტულ საგანს არა აქვს მნიშვნელობა რაც მე არ ვამბობ რომ მე ვასწავლი ყველაზე მაგარ საგანს ყველაზე მთავარი არის რომ ჩვენ ადამიანად ყოფნა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს რომ ის იყოს მგრძნობიარე სხვისი ტკივილი, სხვისი სიხარულის გახარება აღარ შეგვიძლია რომ ვიღაცა ჩვენი მეგობარი რომ წარმატებას მიაღწევს, ისე თითქოს აღარ უხარიათ ადამიანს, ან საკუთარ თავზეც რომ გამოცოთ, ან შენი ტკივილი ისე არ ტკივა. ისე ვერ ეტკინება როგორც შენ პირადი ტკივილი მოგადგა და ხელი გაიჭრა. ხო, თანაზერი რომ ვა ეს რა მოხდა, ესე აღარ გამოდის. თითქოს ემოციების გამო დაგვცალონ, ეგ უნდათ რომ ადამიანობა გამოგვაცალონ. ვიყოთ ადამიანივით ფორმით ოღონდ უფრო ცხოველები ინსტინქტების დონეზე დავრჩეთ. განათლებას ებრძოდა ყველა ხელისუფლება, რომელიც არ იყო ხელისუფლება ხალხის მხარეს, ხელისუფლება, რომელიც არ იყო თავის ქვეყნის მხარეს. ყველა ებრძოდა ამას, ხო?
თუნდაც იაკობ გოგებაშვილის დროს, იაკობის დაბადების დღეა თან დღეს და იაკობი ყავდათ ერთი ეს ამბავი თან რაღაცათომ ამას არ გვასწავლიან სკოლებში. და სკოლებში ჩვენ გახსოვს ესეთი ბიოგრაფიები იყო ხოლმე იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ამ და ვარიანში და ყარდა ბავშვი დაწერა დედაენა. მორჩა ეს იყო იაკობ გოგებაშვილი, არ იყო ეს. იაკობ გოგებაშვილი იყო ადამიანი, რომელიც ერთი თვით დაიჭირეს და ფსიქიატრიაში გამოკეტეს, რომ გონებრივი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდაო. წამლები ასვეს ძალით, მერე გამოუშვეს და იმდენად შეურაცხყოფილი იყო, იმდენად განადგურებული, თავს იკლავდა და ძლივს გადაარჩინეს, მტკვარში გადამხდარი იაკობ გოგებაშვილის შემთხვევით გადაარჩინეს და აღმოჩნდა, რომ თურმე იაკობი ყოფილა და ეს საჯარო საბუთები დახია იაკობმა და თქვა, რომ საჯარო სამსახურში აღარასდროს აღარ ვიმუშავებოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციაში, სადაც ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ილიასთან ერთად და აკაკი წერეთელთან ერთად მუშაობდა, იქაც თითქოს ჩრდილში იყო. არ ჩანდა, იმიტომ რომ არ უნდოდა წინამხარ, თუმცა ბევრს აკეთებდა იმისთვის, რომ განვითარებულიყო ქვეყანა და განათლება წინ წამოსულიყო. დღესაც მის მუზეუმში თუ ჩახვალთ, ვარიანში ნახატები არის არა ზემოთ გამოფენილი, დაბალზეა, იმიტომ რომ ბავშვი პირდაპირ მიწუდეს და ჩვენთან საგამოფენო სივრცეში ზემოთ არის. ან რა ხდება, ელენე ახვლედიანის ერთადერთი პირველი საგამოფენო სივრცე რაც გაიხსნა საქართველოში, საბავშვო საგამოფენო სივრცე იყო, ერთადერთი ელენე ახვლედიანის დროს გაიხსნა. და ეს საგამოფენო სივრცე დაანგრიეს, ავარიულიო და კაზინო აშენეს მის ადგილას. სიგიჟია, ხო? აი როგორ შეიძლება, აი ერთადერთი მეტი არ გქონდა ესეთი საგამოფენო სივრცე, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის და ელენე, რომელიც ასევე საფრანგეთში სწავლობდა, პიკასოს იცნობდა და მასთან ერთად დავით კაკაბაძე, რომელიც რო ჩამოვიდა საქართველოში, მასწავლებლობა უნდა და სამსახურს არ აძლევდნენ. იმიტომ რომ მსახური ყოფილიყო რეჟიმის და რასაც რეჟიმი ეთხოვდა, ის დაეხატა და ის ეკეთებინა. და სიგიჟე იყო, ამიტომ მნიშვნელოვანი რომ ჩვენ განათლება ვიცოდეთ, სად უშლიდნენ ხელს განათლების განვითარებაში ადამიანებს. იგივე წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, რომლებიც მთელ საქართველოში სკოლებს ქმნიდნენ, წიგნებს აგზავნიდნენ, საქველმოქმედო შეკრებებს, ღონისძიებებს მართავდნენ, რომ ფული შეგროვებულიყო და ეს სკოლები გაიმართა და ადამიანებს ქართული არ დავიწყებოდათ. აგენტებს ეძახდნენ იმ მასწავლებლებს. თითქოს აგენტი იყო, რომ ბავშვს ასწავლის ქართულ ენას. იმიტომ რომ არ უნდათ განათლებული ყოფილიყო ბავშვი. კი, ყველაზე მარტივი სამართავი არის ის საზოგადოება, რომელიც არის ღარიბი და განათლების გარეშე დატოვებული, ჩემი აზრით პირადად. ხო, სამწუხაროდ. ეხლაც ალბათ განათლებას უფრო მეტი პრობლემა აქვს, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი უფრო მეტ წინააღმდეგობაშია, როგორც ილია ამბობდა, სულ რომ მოქმედება და მოძრაობა გადაგვარჩენსო, ხო? აი თერგს რატო, იმიტომ კი არა დაერევდა, რომ მდინარე იყო და ლამაზია და მთის არის. სწრაფია და მოჩხრიალებს და მთის მდინარეა, გაუჩერებელია, ხო? ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს დავინახოთ და უფრო ღრმად ვისწავლოთ. ან რაღაცების ჩვენ გვახსოვს, რომ რაღაცები შემცირდა თითქოს სასწავლო რესურსები და მე რა მოხდა თითქოს აი თავსაფრენი დედაკაცი რო ამოვიღეთ, ვითომ მე რა დიდი ამბავი და რას ვაკლებთ ამით დაუშვათ, ხო, რომ გავიცნობ. ან ამბობ ლიტერატურაში. ლიტერატურაში რა დაუშვათ, ამოიღეს თავსაფრენი დედაკაცი. მე რა მოხდა, რამდენია ისედაც კარგი სხვა. ოღონდ ეს არის აი როდის ამოიღეს, რომ უნდა ჩააბაროს და იქ რო ჭირდება. გააზრებისკენ უფრო რო გადადის, ხო ეს განათლება ხო იყოფა საფეხურებად. ყველაზე დიდი საფეხურსაც უკვე აზროვნება შემეცნებაში უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს ბავშვი და მოზარდია უკვე მოზარდი. აი იქ ამოიღეს, რომ იქ არის ყველაზე მეტი თანაგრძნობა. ხო, ერთ-ერთი, ხო, რომ აი თუ იმისგან დაცლი შენ თანაგრძნობს, სევდისგან თუ დაცლი მარტო უნდა ვიმხიარულოთ, გუდერზი ჩოხელი გადავაგდოთ, მაშინ სევდაზე რო წერდა და ნიკოლ ორთქიფანიძე, რომელიც დარდზე წერდა ამდენს და ტრაგედია უგმიროთ, რომელიც დღესაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და თავი რო დაიწვა ადამიანმა, ტრაგედია უგმიროთ არ იყო ის მამამ იმისთვის, რომ და გუგონია რომ ყველა იძულებით გადაადგილებული პირი ქვეყანაში კარგად ცხოვრობს და მე რადგან არ ვარ იძულებით გადაადგილებული პირი, ესე იგი მე კარგად ვარ, ამას ნიშნავს? ხო, ან მე რადგან არ ვარ სამაჩაბლოდან ან აფხაზეთიდან და რუკას მოვაგლეჯთ ამ ნაწილებს, მე კარგად უნდა ვიგრძნო თავი, იმიტომ რომ იქედან არ ვარ და მე რა მოხდა? ეგ არ არის ჩემი წინაპრის შეურაცხყოფა, ეროვნული გმირის ანწუხელიძის შეურაცხყოფა არის, ამოგლეჯვა, განათლების შეურაცხყოფა არ არის, ისტორიის შეურაცხყოფა არ არის, ან აფხაზეთის იქ შეურაცხყოფა არ არის, იმ გმირების, იმ ადამიანების და იმ ქვეყნის შეურაცხყოფა, ხო და ამისთვის გვამზადებენ, რომ დავიცალოთ ამ ემოციისგან. იმიტომ დაცლი ადამიანი უფრო
უფრო მარტი აი დაცლი ჭიქა ხო უფრო მსუბუქია ვიდრე სავსე. აი დაახლოებით იგივეა, რომ მე უფრო მარტივად გადაწევ, სადაც მოგინდება. აი აქეთ გადადგა, მე აქეთ გადადგა, მე ვისაც გინდა იმას დაპირდები, რომ შენ რაღაც აი უფრო მეტი ის გექნება პრივილეგია, მეტი რაღაცა გასვლა, მეტი რაღაცა უნარი და რაღაცა ტყუილში გვაცხოვრებდა. აი ბავშვები უნდა გადავარჩინოთ ჩვენ ამ ტყუილისგან და გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენს მოსწავლეებთან და შვილებთანაც, იმიტომ რომ შვილები ამას ხედავენ. ყველაზე მეტად ბავშვები ხედავენ. თუ დღეს ვერ დაინახავენ, ხვალ ამას დაინახავენ, იმიტომ რომ ეს მარტო ისტორიის ნაწილი არ არის, რომ ჩვენ ფარნავაზის ქვეყანაში ვცხოვრობთ. ფარნავაზი, რომელიც ტყეში იზრდებოდა, ტყეში იღებდა განათლებას და აი ტყეში მიღებ გახიზნულმა ბავშვმა, რომელსაც მამა მოუკლეს ხალათით, იმან შექმნა მერე ქართული დამწერლობა. იმან თავისი განათლებით მერე მტერი დაამარცხა, თავისი ბრძოლის უნარიანობით დაამარცხა და ქვეყნის გამტკიცება შეძლო, სამეფოდ ქცევა შეძლო მერე. და ეს ფარნავაზიანობა იმას კი არ ნიშნავს, რომ აი ვიძახოთ ჩვენ, რომ აი სულ გადავრჩით მტერს და ეხლაც გადავრჩებით. ბევრჯერ ვერ გადავრჩით. 70 წელი ხო ვერ გადავრჩით. ხო გვაჭამეს ის 70 წელი, გვატყუეს, რომ ჯერ იყო აი 100 წელი გავიდა ქაქუცას აჯანყებიდან და ჯერ იყო ქაქუცას ამბავი მოაშორეს, განათლება დაშალეს გიორგი ნიკოლაძეს ეს შევარდენი რაც ქონდა, რომელიც სპორტულ საგანმანათლებლო ორგანიზაცია გააქრეს, სპორტული მიღწევებისთვის ევროპაში წასვლა აუკრძალეს, განათლება ჩაახშეს. ხო, ამ 70 წელმა ხო ჩვენ უფსკულში ყარა და ყარა უკან, ხო? და ეხლა იქიდან ჩვენ ვცდილობთ რომ ამოვცოცდეთ. თითქოს რაღაცნაირად ისინი ვართ თამსვლელები, რომ ამოვიდეთ და თან ამოვიყვანოთ იქიდან ხალხი. ამას ვცდილობ და ვახერხებ და ამ დროს ვიღაცა კიდე უკან გეკაჩება, რომ არა შენი ადგილი უფსკულშია. შენ უნდა ჩარჩე იმ სიბინძურეში და მე მარტო ჩემ შულს წავიყვანი იქ ზემოთ მწვერვალზე. აი მაშინ მოდი ვისაუბროთ ახალ განათლების რაღაც კანონის არ ვიცი შემოიყაპირებენ რაღაც ინიციატივა მოხდა მოკლედ. ერთი არის რომ უნივერსიტეტში უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა მოხდება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სკოლის ნიშნებით. და მეორე არის რომ მე-12 კლასი საერთოდ აღარ უნდა იყოს. და მე-11 კლასი იქნება დამამთავრებელი, ესე ვთქვათ. მე ჩემ აზრს გაგიზიარებ, რატო არ ვფიქრობ, რომ სწორია მე-12 კლასი არ ვიცი, არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, მაგრამ სკოლის ნიშნებით რატო არ უნდა მოხდეს უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგაზე მაქვს ჩემი აზრი და შეიძლება საინტერესო იყოს რა. მე როდესაც ვსწავლობდი სკოლაში და ქართულ სასწავლებელში ვსწავლობდი, უნდა ვთქვა აქვე, იმიტომ რომ გიჟდები ჩემ სკოლაზე და მგონია რომ საუკეთესო სკოლა არის მთელ სოფლიოში და ვინმე არ ვიცი თუ მიყურებს ქართული სასწავლებლიდან, მიყვარხარ ძალიან და მადლობა ყველაფრისთვის და მე-12 კლასში მოკლედ ესე შემოვიდა წინადადება ჩემს ცხოვრებაში, რომ მოდი მაგ სკოლიდან გადმოდი რაღაცა სკოლაში, სადაც არივლი, დაგიწერენ ნიშნებს და არ იწვალებ რა და ჩააბარებ ანუ აქ სკოლაში აღარ იწვალებ შენ მიხედავ შენ მაგრამ გაჯიუტდი ხო და შენ მიხედავ შენ საქმეს ისწავლი ეს გამატებით რაც მქონდა რაღაც გაკვეთილები ქართული ჩააბარე თუ ასე შემდეგ თუ ასე შემდეგ იმას ისწავლი და აღარ მოგიწევს სკოლაში და ნუ მე აი მართლა თავი მოვიკალი რომ მე იმ სკოლიდან არსად არ გადავიდოდი იმიტომ რომ იქ ჩემთვის იქცეული იყო ზეიმი ან სკოლიდან, კლასიდან, ჩემი მეგობრებიდან, რომლებიც დღემდე ჩემი მეგობრები არიან, ამ ყველაფერიდან გამომდინარე. და რა შეიძლება მოხდეს, ხო? არსებობს ალბათ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სკოლა საქართველოში, სადაც ნიშნავს აი ესე დაუწერენ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ნაცნობია, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა აჩუგა, მისცა, არ ვიცი, რაღაც გაუკეთა, დაუწერენ ვიღაც რიგით გვანცას იმაზე მეტქულას, ვიდრე იმ გვანცას, რომელმაც შეიძლება ბევრი ისწავლა და მოხდება ესე უმაღლეს სასწავლებელში და ისწავლის საერთოდ რომ შეიძლება სწავლა არ უნდოდეს იქ რა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი არის, რომ სკოლის ნიშნებით მოხდეს მხოლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე გაგვიზიარე შენი აზრი? ხო, ეს ერთი შეხედვით თითქოს ვითომ პატარა და უმტკივნეულო ან ერთ-ერთი რიგითი რეფორმაა განათლების, მაგრამ კომპლექსური, ანუ ბევრ წახნაგა პრობლემაა, რომელიც ჯერ კიდევ ვერ დავინახოთ შეიძლება ყველა შედეგი რა შეიძლება მან მოიტანოს იმდენად გრძელვადიანია, მაგრამ რასაც ვხედავთ ისიც რომ აღმაშფოთებელია და არასასურველი, ესეც ფაქტია. შორიდან რომ კი არა და თავიდან რომ დავიწყოთ მე-12 კლასიდან არის ის რომ
თუ პრობლემაა მე-12 კლასი და ამიტომ ვიღებთ, რომ იქ კარგი სწავლა არ არის, მაშინ მოვაწესრიგოთ და ვთქვათ, რომ იქ იყოს კარგი სწავლა, ხო? როგორც მაგალითად თუ შენ სკოლაში როგორც იყო და არ გინდოდა სხვაგან გადასვლა, როგორც მე მინახავს ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მე-12 კლასში ისე სწავლობენ ბავშვები, რომ რეპეტიტორთან არ დადიან. იმიტომ რომ იქ ძალიან კარგი მასწავლებელი ყავთ. ერთ-ერთი ესეთი კარგი მასწავლებელი ხალხ ციხეში ყავთ, ვინც ესეთ ბავშვებს ასწავლის და აღარ ჭირდება სხვაგან შეაუწყოს სკოლაში ისე მაგრად ასწავლის. და თუ ესეთი ბავშვები და სკოლები არსებობს, ეს პრაქტიკა არსებობს, მოდი მოძებნე რა ეს სკოლები, თუ შენ ესე გული შეგტკივა და უნდა შეგტკიოდეს, იმიტომ რომ ეგ არის შენი სამუშაო, ამისთვის გიხდიან შენ ხელფას, როცა ხარ განათლების სისტემა და განათლების სამინისტრო და მოძებნე ან შენ თვითონ პრაქტიკა შეიმუშავე, ან სხვისი გამოცდება გაიზიარე და განაწილეს, რომ როგორ გაძლიერდეს. როგორ უკეთესი იყოს, როგორ უფრო პროფესიულადაც განვითარდეს ის ბავშვები. და აი მაგალითად შვეიცარიის მაგალითი რო ვთქვი, იქაც ეგრეა, რომ პროფესიულ სწავლას, ან ვინც სწავლობს, ამთავრებს იქ ბოლომდე სწავლობს და არის ის, რომ ვისაც არ უნდა, ამთავრებს 9 კლასს, ოღონდ პროფესიულად ვითარდება. მაგრამ ჩვენ ის პრობლემა, რომელსაც ვხედავთ, არის, რომ ვერ გააგრძელებს უცხოეთში სწავლას, ბევრ უნივერსიტეტში, ბევრ ქვეყანაში, თუ 12 კლასს არ დაამთავრებს. და ის, რომ აი ყველას შეიძლება მე-12 კლასი უცხოეთში დახუროს, არის ისეთივე ზღაპარი, როგორი ზღაპრებიც გვესმის დაუწერლად. იმიტომ რომ დაწერილი ზღაპარი მაინც სხვა არის, შეიძლება ორჯერ წაიკითხოს, სამჯერ, მაგრამ ეს მოსმენილი ზღაპარი თუნდაც ქარდად ქცეული რაღაცა ფოტოთ და ქვემოთ მინაწერი ტექსტით მე იკარგება და ავიწყდება ადამიანს. იმჩუჩი ამახსოვდება. ყურადღება გავამახვილოთ, ეხლა გამახსენდა ერთ კარგ გოგოს უსმინე რაღაც ვიდეოები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე-12 კლასი თუ ჩვენს ქვეყანაში აღარ იქნება, ადამიანებს ამის შესაძლებლობა აღარ ექნებათ, რომ წავიდნენ სასწავლებლად გააგრძელონ. როდესაც არის დაფინანსება და საჯარო თორე ვიღაც ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს მას შეუძლია გადაუხადოს და ისე გააგრძელოს. დაახლოებით ეს იმას გავს, რომ აი ძველი ანდაზა რო ხეზე რო ზიხარო საკუთარ ტოც ხო არ მოჭრიო, ხო? დაახლოებით იგივეა, რომ ამ შემთხვევაში შენს ტოც ჭრიან, მაგრამ თავის შვილის ტოტი შეიძლება არ მოჭრას, იმიტომ რომ შეიძლება დაუტოვოს ეს შესაძლებლობა კერძო სკოლას, ისიც არჩევით ალბათ. ყველა კერძო სკოლას არ თუ ჩემიანი არ იქნება, ჩემი მომხრე შენ არ გექნება ამის უფლება. შეიძლება ეგ უთხრას, ან მერე გაიხადოს თავის თანამოაზრე ის კერძო სკოლაც. და თვითონ ხო კერძო სკოლაში დაყავთ ყველას ბავშვები და ის ვინც ვერ დადის, ვისაც ეს არ შეუძლია იმან რა ქნას, ხო? იმის ბავშვი არ არის, ის მოსწავლე არ არის, არ გააგრძელოს, იქნებ უკეთესი, უფრო ძლიერი, უბრალოდ იქ უნდა. ან იქ ურჩევნია, განა ის რომ ფინანსურად არ აქვს. ესეც არ უნდა შევადაროთ ჩვენ, ხო? აი იგივე შვეიცარიაში მაგალითად ან სოფლიოს ბევრ ქვეყანაში კიდევ ლუქსემბურგი ვთქვა თუ გინდათ პაწაწკინტელა ქვეყანა, ხო? საჯარო სკოლაში სწავლება უფრო პრესტიჟულია, ვიდრე კერძოში, იმიტომ რომ აქ უფრო კარგად არის სწავლა, უფრო მეტად კონტროლდება და უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ აქ მოხვდე. ელოდები, კონკურსია, რაღაც ხო. ხო, თან ყველაზე ერთ-ერთი განვითარებული და მაღალ შემოსავლის მქონე ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში, რომელსაც ვასახელებ. კი, და ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვერ ხვდებით ამას, რას უზღუდეთ, დაახლოებით ძალიან უხეშად რო შევადაროთ, იცით რას გავს? სატელევიზიო სივრციდან რაღაცა უხამსი თუ რაღაცა კადრების ამოღებაზე რო იყოს დაანონსებული, ხო? და ის კარგია ამის ამოღება. დაუშვათ კარგია, დაუშვათ, ხო? მაგრამ თვითონ რო ის ვინც თვითონ ამ კანონს აინიცირებს და ამ კანონს აანონსებს და ამ კანონს გვეუბნება რომ ის უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ გადაგვარჩინოთ ჩვენ გარყვნისგან და ძალადობისგან თითქოს და ძალადობას გვაჩვენებს ყველგან ქუჩაშიც მათ შორის. და ჩვენ თვითონ რომ ამდენი საკომუნიკაციო არხი აქვს ჩართული, იქ ვარ არის შეზღუდვა იმ არხებზე. ანუ ისევ ჩვენ გვატყუებს, რომ შენ შეგიზღუდავ შენს სატელევიზიო სივრცეში. მე საერთოდ არ უყურებ ამ ტელევიზიას. ხო, აი თვითონ ტელევიზიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ მე ჩემ ტელევიზიას არ უყურებ. ხო, გამახსენე. ხო, ეგეც არის. თვითონაც არ უყურებს და თვითონ ის სხვას უყურებს და შენ კტენის იგივეა, რომ მე ეს ჩემს შვილს არ შეეხება, თან გეუბნები რომ შენი შვილი შეძლებს, აი როგორ შეძლებს ფინანსურად, რამდენი მე-12 კლასელი ვიცით რომ შეძლებს დაამთავროს სწავლა გააგრძელოს უცხოეთში. ხო, რამდენი ვიცით. ან როგორ შეძლებს რომ სკოლებში შიმშილობენ ბავშვები და ეს პრობლემა არ მოაგვარა სახელმწიფომ და ამაზე არ მუშაობს. ვითომ დაიწყო ამაზე მუშაობა, მე ხან ჩაერთო, ხან აღარ ჩაერთო, რომ დაითვალოს. თან ამის მოგვარებაც ხო პრობლემა არ არის. კერძო სკოლებში ხო არის ეს კვების ამბავი მოგვარებული, ხო?
დაიკითხოს აზრის, კერძო სკოლა ამას ხო არ დაუმალოს, უნდა ითანამშრომლოს, ხო? პირიქით გაუზიარებს გამოცდებას, რომ დაახლოებით რა ღირებულება ჭირდება, რა მენიუ აქვს, როგორ შეიძლება დააბალანსოს, რა გაკეთდეს, ხო? მარტივი ამაზე პასუხი უბრალოდ არასდროს არ ყოფილა განათლება პრიორიტეტული ქვეყნისთვის. არ გამოგჩეს უბრალოდ ნიშნების მიღებით ხო, ნიშნების მიღებითაც ხო, ესეც რა თქმა უნდა არ არის სასურველი, აქაც წავა ისევ სკოლების ჩაწყობა, იმ სკოლაში იმიტომ მოხვედრა ბავშვის, რომ ის მარტივად თურმე აბარებინებს ყველა უნივერსიტეტში იქ რაღაც და ესეც ხდება ისევ იმისთვის, რომ სკოლები უფრო ახლოს ყავთ ახლა ვიდრე უნივერსიტეტები ყველა და ამით გაიმარტივებენ საქმეს, რომ ნაკლებად მოაზროვნე ან შეიძლება არ უნდოდეს ბავშვს და მაინც მე მქონია შემთხვევა, რომ უკითხავთ ჩემთვის, რომ აი რამე უნივერსიტეტს ხო არ მირჩევ, რომ ბავშვს უნდა რომ დაამთავროს და თვითონ თუ უნდა და ჯერ ბავშვი ხო აღარ არის მოზარდი, თვითონ უნდა სწავლა, არა. აბა ვის უნდა სწავლა? უნდა ვიღაცას ნათესავს. აი ჩვენ ქვეყანაში ხო ისეთი ამბავია. ესე გაუმარტივებს ეს ქვეყანა, გაუმარტივებს ამას და რისთვის სწავლობს მაშინ თუ არ უნდა, აი რომ დიპლომი რომ იდოს სახში მარტო, ხო? ეგ ხო ჩვეულებრივი პრაქტიკაა ჩვენს ქვეყანაში, რომ ადამიანები აბარებენ უმაღლეს სასწავლებელში მხოლოდ იმიტომ, რომ რა სიტყვის ნათესავი მეგობარი ოჯახის წევრი დედა უნდა გაახაროს, რომ მოხდა რომელიმე უნივერსიტეტში არა აქვს რომელიმე მნიშვნელობა რომელში, მაგრამ ნუ მთავარია მოხდა, იმიტომ რომ ოჯახის სირცხვილად ითვლება, ეხლა ითვლება თუ არა, აღარ ვიცი, მაგრამ ითვლებოდა, რომ სკოლას ამთავრებდა უნივერსიტეტში არ სწავლობდი, ეს ხო, აქ ეგ არ უნდა დავივიწყოთ კიდევ, რომ თუ არ ამთავრებს დაუშვათ სრულ კლასსაც, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითგანათლება და თვითსწავლა რო ვახსენეთ, ეს არ გავახსენოთ და ამისკენ არ წავიდეთ. აი მაგალითად ჩემმა ერთმა მოსწავლემ ჩააბარა 5 უნივერსიტეტში, წამყვან უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ჰარვარდი და ჰარვარდი აირჩიეთ. ძალიან გამიხარდა, ხო, ბუნებრივია, ადრე ცოტა ხნით ვასწავლიდი. თავის თავს თვითონ ასწავლა, თვითონ იპოვა ის ძალა, მე რო ესეთი მაგარი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვა, რომ ის ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყო. ისიც ჩემი საუკეთესო მოსწავლეა, ვინც სტუდენტი გახდა საქართველოში, მაგრამ აღმოაჩინა, რომ უნივერსიტეტი ბევრს არაფერს არ აძლევს და აიღო აკადემიური იმის გამო, რომ გადაიაზროს, დაფიქრდეს, რა უნდა, იქნება ეს პროფესია, რაც დაიწყო, არ არის მისთვის კარგი და მუშაობა დაიწყო. ის ან ორივე ჩემთვის მნიშვნელოვანია, ორივე მოსწავლე. ისიც რომელსაც საერთოდ არ ჩააბარა, მაგრამ კი არ გაბოროტდა ამის გამო, რომ აი მე ხო არ ვისწავლე და სტუდენტი არ გავხდი, ის გახდა და ამის გამო. ანუ აქ მნიშვნელოვანია, რომ სწორ გზას დაადგეს, ანუ სიკეთის მხარეს იაროს და განვითარების მხარეს იაროს. ოღონდ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ განათლება არ მიიღო სხვადასხვა კუთხით. თვითგანვითარება, თვითგანათლება სხვადასხვა. ეხლა ხო 1000 საშუალება არსებობს. მეც ზოგჯერ ყიდულობ ხოლმე რაღაცა ონლაინ რაღაც ვიდეოებს, რომ განვითარდე და ვისწავლო, ხო? იმიტომ რომ ის მასალები შეიძლება აქ ვერ ვიპოვო, მაგრამ ვიყიდო სადღაც უცხოეთში, ხო? მე მაქვს კითხვა ეგეთი homeschool-ს, რასაც ეძახიან სახლის სკოლას, ეხლა ძალიან ესეთი მოდაში არის, არა საქართველოში, მაგრამ ბევრი მოვისმინე სხვადასხვა პოდკასტებში საუბრობდნენ სახლში მიღებული განათლებით. რას ფიქრობ მაგაზე? იცი როგორ არის, სახლში მიღებული განათლების ტენდენცია ჩვენთანაც ვითომ ცოტათი დაიწყეს, მაგრამ ჯერტი ყველას არ აქვს ამის საშუალება, რომ სახლში მიიღოს განათლება, იმიტომ რომ მარტო პატარაობიდან თუ ამას აკეთებს, შეიძლება არ იყოს საკმარისი, ან გამოიწვიოს სხვა უკუჩვენებებიც, ან მაგალითად სოციალიზაციის პრობლემა ქონდეს, ბავშვთან ურთიერთობის ნაკლებობა, საზოგადოების ჩართულობა, ან შეიძლება არ ქონდეს, იმიტომ რომ მოდი ერთად მეგობრებმა ერთად ვისწავლოთ და პატარა სკოლას მაინც დაემსგავსოს ეს ყველაფერი. აი მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი ზოოლოგი და ნატურალისტი ჯერალდ დარელი სახლში იღებდა განათლებას ძირითადად, იმიტომ რომ ოჯახს მოუწია ბრიტანეთიდან საბერძნეთში გადასახლება და კუნძულზე ცხოვრობდნენ და იქ სხვა გზა არ იყო. და ეგრეთ ძმა ასწავლიდა, მერე ძმის მეგობრები რო ჩადიოდნენ და აღმოჩნდა ძალიან დიდი მეცნიერი გახდა და მწერალი ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება, რომ მის ძმების მეგობრები, კარგი მასწავლებლები ან ფინანსურად შეეძლოს, რომ სახლში ეს განათლება მიიღოს. მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე, რომ სკოლა საკმარისი არ აღმოჩნდება და ისევ გარეთ უწევს მშობელს, რომ რამე ეძებოს, რომ დამატებით რამეზე ხო არ ვატარო, რომ მოდი ეს ამით გაძლიერდეს. თუნდაც სპორტული აქტივობა სკოლაში არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში მე განათლებას არ უყურებ მხოლოდ გონებრივს, ანუ განათლება გვჭირდება მთელი სხეული, როგორც ბერძნებს ჰქონდათ, რომ აი ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი უნდა განვავითაროთ ეს. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ თუ ვინმე თავის შესაძლებლობის პარგლებში უნდა განვითარდეს, თუ
სწრაფად ვერ დარბის, სირბილი კი არ ვაიძულოთ, იქნება მაგრად ცურავს ის, ხო და მოდი ცურვა იყოს მისთვის, ან ჭიდაობა იყოს, ან რაღაცა იყოს, ან დიზაინი იყოს, მე რაღაცა სპორტი შეიძლება იპოვოს და თავისი ძალა იპოვოს, ამით რომ ეს შერწყმა მოახდინოს გონების და ფიზიკური მოძრაობის ერთმანეთთან და ესე მარტო სახლში მიღებული განათლება შეიძლება ცოტა იყოს დასაწყისში, თორემ მე როცა უკვე შემეცნებაზე გადავა და თავის განვითარებას თვითონ დაიწყებს, მე შეუძლია ეს გაზარდოს და რა თქმა უნდა განავითაროს. ხო, ახლა ავთოვარას არ უსწავლია ის სასწავლებელში, რომ თვითონ იყო ერთ-ერთი, ვინც შემოიტანა კოლაჟის ტექნიკა, ან სხვადასხვა მასალით რაღაცების აწყობა და ერთ-ერთი პირველი ნახატი, რომელიც დააპატიმრეს მისი იყო საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ სიგარეტის ნამწვევით, მტვერით, ნაგავით და ნარჩენებით აწყობდა ეს როგორ შეიძლება და დაუპატიმრეს ნახატი. და რეალურად საუკეთესო ნამუშევარი შექმნა ერთ-ერთი მისი იმ პერიოდში. და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თვით სწავლაზე გადავიდე, რაღაცები ვცადოთ და მაგრამ სანამ მასწავლებელი ყავს, ან მასწავლებლები ხო ჩვენ რაღაცნაირი ხიდებს ვგავართ, რომ კი არ მარტო კი არ უშვებთ ამ ბავშვებს ამ ხიდზე, ჯერ ერთად ვცდილობთ ამ ხიდზე გადავიდეთ და მე უკვე აჩვევთ, რომ თვითონ მარტო იაროს ამ ხიდზე. ყველგან ვერ მიყვები, ხო? არ უნდა გაყვე, როგორც მშობელი სულ არ უნდა გაყვეს, რომ აი მაგალითად მე მქონდა შემთხვევა, რომ ჩემ ბავშვს უნდა რომ რაღაცა ისწავლოსო და მე აღმოჩნდა, რომ ის ბავშვი იყო 45 წლის. 45 წლისას ბავშვი აღარ უნდა დაუძახოთ, იმიტომ რომ განა ბავშვის რამე საწინააღმდეგო მაქვს ამ შემთხვევაში, უბრალოდ დიდის გაბავშვება და ნიკოლოზ ბარათაშვილს აქვს ერთგან ძალიან კარგად ნათქვამი, აქაც პერიფრაზ გავაკეთებ, რადგან ციტატა ზუსტად არ მახსოვს, რომ სასაცილოა რომ მოხუციო ბავშვობდესო და ბავშვი კიდე მოხუცობდესო, ანუ ერთმანეთს რო ესე არასწორად ემსგავსებოდეს, ხო? შეიძლება კი თამაშით კი თამაშს, მაგრამ გადიდება ჩვენ გვახსოვს რომ ბავშვებს ჩემი ვაშკა, ჩემი კაცი და დიდი ან ჩქარობთ რომ ბავშვი გაიზარდოს. ბავშვი უნდა უნდა ვაცადოთ თამაში. მე მომივიდა ერთი შეცდომა. ბევრი ალბათ, მაგრამ ერთ-ერთი ჩემ შულთან რომ წიგნის მაღაზიაში ერთ-ერთი ის არის კარგი ჩვევა რომ ერთად ვიყიდოთ ხოლმე და უთხარი რომ კიდე ამას კითხულობთ ეს წიგნი შემთთვის არ დაგიპატარავდა თქო და ძალიან ეწყინა და სამართლიანადაც და მივხვდი რომ მივქარე. იმიტომ რომ მე კი არ უნდა გადაუწყვიტო როდის გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. ნელ-ნელა თან ესე საჯაროდ იმას ეწყინა რომ ეს ხმა მაღლა როგორ უთხარი მე და მართალი იყო რომ ის ნელ-ნელა უნდა მივიყვანოთ აქამდე. ხო მეც რომ ახსენდება ჩემი ბავშვობა 1000 სისულელს ვკითხულობდი რომ მე დამეწმინდა და მე მივსულიყავი იქამდე რა უფრო მნიშვნელოვანი იყო რომ წამეკითხა და რაღაცები გამოვტოვა, იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში არ იყო ამდენი ილუსტრირებული წიგნი, არ იყო ამდენი შესაძლებლობა რომ ეხლა როცა ვერ ვკითხულობ ვისმე წიგნებს და ეს მეხმარება რომ თუნდაც გზა რომელიც გასავლელი მაქვს რაღაც ადგილიდან ადგილამდე გამოვიყენო იმისთვის რომ ისევ განვითარდე და რაღაცაში არ გავფანტო. თუმცა ისევ ვცდილობ რომ რაღაც რო დავიტოვო ფიქრისთვის და აზროვნებისთვის, იმიტომ რომ თუ დააკვირდები ზოგჯერ აი რომ მოვრჩებით ეხლაც პოდკასტს რო გახვალ შეიძლება პირველი ტელეფონი ამოიღო და დარეკო. ეგრევე ხო გვაქვს ეგ ჩვევა რა, გამოდიხარ სამსახურიდან სკოლიდან ეგრევე რეკავ. პატარა დროსაც არ ვიტოვებ საკუთარ თავთან მარტოობისთვის. და არსებობს მარტოობის ფილოსოფია არსებობს ესეთი ფილოსოფიაც წიგნიც არსებობს ამაზე და მსჯელობაც რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტოები დავრჩეთ. არაფრის გარეშე, აი ტელეფონის გარეშე, წიგნის გარეშე, ყველაფრის გარეშე. რომ რაღაცა თითქოს ჩვენს თავთან დიალოგი გქონდეს. აი რომ მოინელო როგორც მინიმუმ ის რაც გადაამუშავო და მოინელო ის რაც მთელი დღის განმავლობაში. აი ბესი ხარანაულის შვილი ერთ-ერთი ლევან ხარანაული მხატვარი ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან მაგარ ამას ამბობს, რომ ბევრი ავტოპორტრეტი აქვს დახატული და სარკეში ვხატავ ხოლმეო და სარკეში ჩემ თავს გამოვიჭერო და წავუსაყელოვებო. რა მაგარი სიტყვა რა საყელოში ესე დავიჭერო, მაგრამ მივიყვანო რომ ჩავახედებ რომ როგორ ხარო, მეკითხე რამე ხო არ შეიცვალაო შენში, რომ საკუთარ თავთან დიალოგები აქვს, ამის საკუთარ თვალებშიც უნდა ჩავიხედოთ, რამდენად მართალი ვარ საკუთარ თავთან, რასაც ვაკეთებთ, იმით მართალი ვარ, სწორად გავაკეთეთ, ის რაც გავაკეთეთ, თუ ძალიან გავაფუჭეთ საქმე, ჩვენს პროფესიას უღალატეთ, ჩვენს თავს უღალატეთ, ქვეყანას უღალატეთ, იმ შულს უღალატეთ, რომელმაც არ იცის დღეს რომ უღალატეთ, მაგრამ დიდი საჩუქარი მიუტანეთ სამაგიეროდ დღეს უცხოეთში სასწავლებლად გაუშვით, მაგრამ არ იცის რომ უღალატეთ ჯერ. მაგრამ რო გაიგებს, როდესმე რომ მოგკითხოს ამის პასუხი, მე რას ვეუბნებით, როგორ ვუფუთავთ ამ ტყუილს, ხო? ამიტომ გვჭირდება რომ
საკუთარ სახესაც უყუროთ და ეს სარკეც ძალიან მნიშვნელოვანია. შვედეთში ერთ-ერთი სასწავლო ტურით ვიყავით და იქ საბავშვო ბაღში ვნახეთ, რომ ბევრი სარკე ჰქონდათ და ვკითხეთ, რომ ეს სარკე რატო გაქვთო და ჯერ ერთი რომ თავის თავს უყუროს და მეორე ჰქონდათ, რომ რასაც აკეთებს, აი ამას ხო აკეთებს, მაგალითად ჭიქას ძერწავს დაუშვათ და ამ ჭიქას უყუროს სამი განზომილებით. აქ რო სარკე აქვს, აქედანაც უყურებს როგორია. ან თუ სათამაშო აქვს, ხო? მაგალითად ზებრა, ხო? ან რაღაცა ჟირაფი და იმ ჟირაფს უყუროს როგორი კუდი აქვს და მოტრიალების გარეშეც, რომ იქედანაც შეხედავს. და სარკე ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავები არ დაგვავიწყდეს და ის გარემო კიდე რასაც ხედავთ. კი, გეთანხმები. თუ ბევრს ლაპარაკობ შეგვიძლია. არა ჩვეულებრივია. ეს კითხვა მაქვს შენთან ის ბოლოსკენ რომ წავიდეთ. აი თანამედროვე განვითარების ფონზე რა, რასაც ქვია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფაქტობრივად ამბობენ, რომ ძალიან ბევრ პროფესიას ჩაანაცვლებს და აღარ იქნება ის პროფესიები, რომლებიც შეიძლება დღეს ვუყურებთ. რა არ მაქვს მასწავლებლებაზე საუბარი, სხვადასხვა პროფესიების. მაგ პერსპექტივით, როგორ ხედავ განათლების მომავალს? მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო პანიკაა, ვიდრე დიდი საფრთხე და ყურადღების გადატანა სხვა რამეზე, რომ რაღაც ძირითადად არა, საფრთხეთ არა, იცი როგორ აღვიქვათ? აი მარტო სკოლის პერიოდიც არა, საერთოდ უნივერსიტეტის პერიოდიც, რასაც ვსწავლობთ რა, როგორი სწავლის სისტემებიც ახლა არსებობს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, როგორ ფიქრობ, რომ განვითარდება, როგორ იქნება შენი აზრით სწორი უფრო რომ განვითარდეს რა? მე მგონი გამოფხიზლება შეიძლება დაგვეხმაროს ხელოვნური ინტელექტი, რომ ტყუილი თურმე რამდენი რამის მოხდენა შეუძლიათ ტყუილს, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვიჯერებთ, რომ აი ფოტოშოპით ან სხვადასხვა ცვლილებით შეიძლებოდა რომ რაღაცა ისე შეეცვალათ, ვიღაცისთვის ისე მონტაჟით, რაც ხელში არ უჭირავს ისეთი იარაღი უცებ გამოუჩნდეს და ის დამნაშავედ ცნობდა ტყუილად ჩასვან, მსგავსი რამები რო ხდება, ვერ ვიჯერებთ. მაგრამ თუ მე ხელოვნურ ინტელექტს სწორად გამოვიყენებ, შეიძლება იმან გითხრას, რომ ეს მონტაჟია, ეს სიყალბია, ეს სიცრუეა. ან ჩვენ სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ და ის რო პროფესიებს ჩაყლაპავს, ეს შეიძლება ბუნებრივიც იყოს. არის ესეთი ძალიან კარგი წიგნი, სადაც ტექნოლოგიური პროცესია ზუსტად, როცა ტვირთავები უნდა შეცვალოს ამწემ. ანუ პორტში მუშაობს კაცი, იესოს ბავშვობაა ესეთი ძალიან კაი წიგნი. იქ ხდება ეგეთი ამბავი, რომ ეს ტვირთავი ვინც არის, ასე იესოს მამობილი, ვინც ზრუნავს ამ ბავშვზე და უნდა ეუბნება, ცდილობს დააჯეროს ტვირთავები, რომ ის მაგარია, ის დაგვეხმარება, რომ წელი არ ჩაგწყდეს და სულ მუშევარი არ ვიქნებ, ცოტაზე მაინც ხო წავიღებთ ამას და ისინი არა, ის რაღაც ურჩხული ამ ხელა მანქანა, ის ამწეს რა არის და უჭირთ დაჯერება. ან ჩვენ ისე არ გვიყვარს სტატისტიკები, კვლევა არ გვიყვარს, თორე რამდენი პროფესია გაქრა ეგრე და ზოგადად ხო? და რამდენი პროფესია პირიქით განვითარდა რაღაც ტექნოლოგიური ამპით, ხო? თუ იმის საფრთხე არსებობს, რომ მოსწავლე დაგვიწერს ან სტუდენტი დაწერს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არსებობს მეორე ამბავი, რომ შენც ისე ისწავლო, რომ გადაამოწმო, რომ ეს ხო არ არის ხელოვნური ინტელექტის დაწერილი, ან პირიქით აჩვენო, რომ როგორ გაუმარტივდეს საქმე, მაგალითად როგორ უფრო მარტივად ისწავლოს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ერთმა ჩემმა მეგობარმა კრეატორმა კოტე იანტბელიძემ მაშინ არ იყო პოპულარული ჯერ კიდევ ხელოვნური ინტელექტი, ესეთი პროექტი მოიფიქრა, ისტორიული self-ერი ერქვა და თითქოს მეფეები იღებდნენ self-ს იღებდნენ ბრძოლის მერ და დავითი ამბობდა, რომ აი მეომარნო აქ ვარ და ჩვენ ღირსაო გავიმარჯვეთ და მე კიდე მეორე მეფე და თან ამბებს ყვებოდნენ. და მე ეს ოღონდ დაახატინეს მხატვარს და მე ეს აღმოჩნდა წიგნების სახალისო ისტორიული სახელმძღვანელოს საწინდარი. მოკლედ ესე შეიქმნა. ხო და ესეთ რამებს შეიძლება დაეხმაროს, იქ მარტო ნახატი იყო, აქ ამოძრავებ, ანუ ანიმირება შეიძლება დაგემატოს, რაღაცა გაგიმარტივოს. თუნდაც მედიცინაში უცებ დაგეხმაროს, იმიტომ რომ ბევრ ექიმზე მეტი შეიძლება იცოდეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. და ყველაფერზე ექიმთან მისვლა არ დაგჭირდეს. ადრე ადამიანები როცა განათლება ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, ბევრი წლის თუ საუკუნის წინ, ცდილობდნენ რომ ბევრი პროფესია ერთად ქონოდათ. აი ცოტა უკან რო წავიდეთ, აი დავინჩის რამდენი პროფესია ქონდათ, ან მხატვრებს, ხო? 10-12 პროფესია ქონდათ. იმიტომ რომ ყველაფერზე არ ერბინათ. და ხელოვანი ხელოსანიც იყო, იმიტომ რომ
ჩარჩოს თვითონ აკეთებ და ჩარჩოს დღეს ხო ხელოსანი ქვია ვინც აკეთებს აი სულად ის ჩარჩოს დაუშვათ ხო ეს ხელოსანიც იყო ხელოვანიც იყო ყველაფერი იყო ერთად ხო და ეს ბევრი პროფესიის ქონა გვეხმარება იმაში რომ უფრო წინ წავიდე და ეს ხელოვნური ინტელექტიც ესეთია რომ რაღაცებში დაგვეხმარება მარტო ცუდი კუთხით არ უნდა შევხედოთ ან პირიქით არ უნდა იყოს რომ მარტო არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული იმის იმედად ვიყოთ ჩვენ აღარ ვიფიქროთ ის გააკეთებს და აქაც ბალანსია მნიშვნელოვანი იგივე იყო რომ ძალიან პოპულარული კითხვა იყო წლების წინ აი 10 წლით რო გადავახიო წიგნი თუ კომპიუტერი თითქოს იყო რომ აი ტრაგედია და ამ დროს ერთმანეთს არ გამორიცხავდნენ ხო ორი პირიქით Kindle-მა მერე წიგნის მეგობრობაც იტვირთა და გამარტივებაც რომ შენ თუ მაგარი მკითხველი ხარ 100 წიგნის აღება აღარ გჭირდება აი მაგალითად მე ხშირად ვადარებდი ხოლმე ბავშვებს ვეუბნები ხოლმე რომ აი დავით აღმაშენებელს და დევიდ ბოუის აქვს ორი საერთო და აი რა საერთო უნდა ქონდეს დევიდ ბოუის და დავით აღმაშენებელს ხო დავით ერთი არის წიგნები იმიტომ რომ ბოუი რო დადიოდა გასტროლზე სულ დაქონდა ბიბლიოთეკა 200-300 წიგნი დაქონდა ხოლმე და დავით აღმაშენებელს დაქონდა ბრძოლებში იმიტომ რომ ეს ბრძოლა ხო არ ნიშნავს მივედი ერთი დღე ვიომე და წამოვედი რომ სტრატეგია მომზადება ბანაკის გაშკიდე ბევრი რამ და მეორეს დავითი ერქვა თან ახლა ან დევიდი ან დავითი ხო მეორეც და წარმოიდგინე ისინი რომ თანამედროვე ადამიანები ყოფილიყვნენ ხო შეიძლებოდა რომ გაემარტი დაუშვათ შეიძლება ბეჭდური კითხვა ყვარებოდა და ის გადაეშალა და ის წაიღო ან წაიღო ტექნოლოგია და მისთვის რომელიც უფრო მარტივი იქნებოდა ის გამოეყენებინა ხო მაგრამ მიზანი ერთი იქნებოდა იმიტომ რომ ის ტექსტებს უფრო კარგად მოარგებდა ეს უფრო მეტად იაზროვნებდა იმიტომ რომ აზროვნება ბრძოლაში გჭირდება ეს ბრძოლა არ არის მარტო მეომრობა რომ რაღაცა ის იცოდე ბრძოლის სტრატეგია როგორც ზებულონშია ჯემალ ქარჩხაძესთან რომ სულ უნდა ამ ზებულონს რომელიც ძალიან კარგი მეომარია და ძალიან კარგი ადამიანიც იყო და მეურნეც და ბევრი რამე იცოდა სოფლის უნდა რომ განათლება მიიღო ვერ მივიდა აქ სულ ეძებდა ამ ცოდნის ტაძარს ცოდნის კელაპტარს და ვერ მიაღწია იქ ვერც სიყვარულისთვის მოიცალა ვერც წიგნისთვის მოიცალა იმიტომ რომ სულ ქვეყნის ამბებში იყო გახვეული ოღონდ მე რაღაცნაირად ცუდად აეწყო მთელი თავისი ცხოვრება და ამბავი და ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენთვის გამოვიყენოთ მეც ზოგჯერ მიმართავ ხოლმე რომ რაღაც რომ მინდა რომ მალე მოვძებნო სანამ პირობითად ან რომელიმე ბიბლიოთეკაში წახვალ იქ იპოვი რაღაც ან შეიძლება შორს ხარ ბიბლიოთეკიდან გვიან ღამეა და მოგიძებნის გეხმარება თუ ეშლება ამას უსწორებ რომ იმანაც ისწავლოს მე და ისიც განვითარდეს მაგრამ ეგ აღიარება რომ შენ რაღაც არ იცი არ ტეხავს ამის აღიარება და კითხო ვიღაცას ან რაღაცას რომელიც შენზე მეტი არ არის იმიტომ იმას გრძნობები დაცლიებ შეიძლება თბილად მოგიკითხოს მაგრამ შენ ხარ ამ შემთხვევაში ვინც გამოიგონე და კიდევ არის ერთი ძალიან კაი მოთხრობა თუ სწორად მახსოვს რობერტ შეკლის მოთხრობა ეგეთი ჩიტები ქვია როცა ჯერ კიდე დრონები არ არსებობდა და პოლიციელებმა გადაწყვიტეს რომ დამხმარეთ შეექმნათ რკინის ჩიტები და ეს რკინის ჩიტები ასრულებენ დანაშაულს იპოვიან უცებ დაიჭერენ ყველაფერს ოღონდ ჩიტები გაბოროტდებიან მე თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ესენი რა შეგვჭირდებაო და პოლიციასთან ომს იწყებს რკინის ჩიტები და წლების მერე აღმოჩნდა რომ ეს რკინის ჩიტები მართლა გამოიგონეს ოღონდ დრონები გახდა მე ან წერლობა წერილს რა აქვს ერთ-ერთი სახას ის კი არა რომ ლამაზად წერს მარტო ფანტაზია აქვს ძალიან დიდი ან წერალი უსწრებს გამოგონებას იმიტომ რომ გამოგონებლებიც კითხველები არიან ჯერ კითხულობენ და მერე იგონებენ ხო ხელოვნური ინტელექტი შეიძლება არ გვახსენდება მაგრამ სადღაც შეიძლება ვიღაცამ რაღაც ზღაპარში სადღაც გაიგო რომ ხო არ მირჩევდი რამეს და ან ნელა განვითარება საძიებო სისტემების უფრო სცენარისტმა ფილმის სცენარში დაწერა რომელიც გადასარევი ჰეროა ხო არაჩვეულებრივი ერთ-ერთი ფილმი და მერე აღმოჩნდა ამის რაღაცნაირი გაგრძელება როგორც მე პირადად მგონია რომ ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგი რამ არის ჩემი პირადად დამხმარე არის სერიოზული დამხმარია იმიტომ რომ მე არ მყავს გუნდი რომელიც პოდკასტს აკეთებს ყველა საქმეს რომელიც პოდკასტისთვის კეთდება მხოლოდ მე ვაკეთებ ამ ეტაპზე რა ასისტენტია ხო ჩემი ჩვეულებრივი ასისტენტი აი როგორ არის იცი აქამდე ხელოვნური ინტელექტამდე თუ ძალიან დიდი ზღვა მასალის მოძებნა მჭირდებოდა Google-ში დახარისხება მე რაღაცა ეხლა ამ არაჩვეულებრივ გამოგონებას ვაძლევ რაღაც დავალებას რომ ეს ხوار კითხე რა არა ნუ ხო ხები რაღაცა ისეთ თემას რომ ვიკვლევ რა რაღაცას კითხავ მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის რომ ის სამუშაო რომელიც მან შეასრულა კარგია მაგრამ შენ იქიდან უნდა ამოიღო იაზროვნო
რა დატოვო, გჭირდება, რა დაგჭირდება, იმიტომ რომ ის გაძლევს ყველაფერს, რაც ინტერნეტშია, ყველაფერს მოგზავნო. შენ უნდა გამოახარისხო, ესე ვთქვათ და მისცე მიმართულება და მე კიდე იცი რა ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები ისეთი ჭკვიანები და არ ვიცი რაღაცნაირად გამოვიყენებთ ამ ხელ ინტელექტს განათლების სისტემაშიც, ხო? რას ხედავ მე პირადად კარგი გამოყენება როგორ შეიძლება იყოს რა, რომ ის რომ რაღაც პროფესიები გაქრება ეს თავისთავად არც ცუდი, არც კარგია. შეიძლება კარგიც იყოს, იმიტომ რომ ადამიანები თავის რეალურ არსზე უფრო დაფიქრდებიან, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ უბრალოდ რაღაც უნივერსიტეტში ჩაბარებას და მერე დიდ მანქანაში შეერთებას და ამასთან ერთად, ხო, გვაძლევს საშუალებას, რომ დრო დაგვიზოგოს იმაში, რაშიც ძალიან ბევრ დროს ხარჯავდით რა. დროც და ფინანსებიც ალბათ, იმიტომ რომ ყველაფერზე ყველგან მისვლა აღარ გჭირდება. მეც აი ჩემს სახელოსნოს რომელსაც ხსენდი, რომელიც მთლიანად კეთებაზეა გადასული და ხელნაკეთი რაღაცების შექმნა, რომ სასკოლო ჯგუფები მოვიდნენ ან ბავშვები საშაბათო კითხვა-კეთების კლუბში. იქაც როცა ვაწყობდით ხელოვნურ ინტელექტს ვკითხეთ რაღაცები, რომ აი დიზაინს როგორ გვირჩევდა, რომ როგორ იქნება უკეთესი, რომ მაგიდები და სკამები როგორ დავაწყოთ. მე მეგობარსაც ვკითხე, რომელიც დიზაინზე მუშაობს და იმანაც მაჩვენა, ესეც შევადარეთ ერთმანეთს და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რომ მე რომელმაც ყველა ბავშვთან უნდა მივიდე, სივრცეში კარგად ვიარო და მარტივად იყოს განლაგება, რომ ბავშვიც რომ მოვა, თავი კარგად იგრძნოს და რომ იმოიხედავს, ყველაფერს შეხედოს და არ უყუროს რაღაცა ერთ ცარიელ კედელს მაგალითად და იპოვოს ყველაფერი, რაც მის ცნობის მოყვარეობას დააინტერესებს. და ეგ ბუნებრივი ამბავია და ის საფრთხის ჩვენებები, რომ აი საშინელება იქნება, არა, მაგრამ უნდა ისევ გაფილტრა უნდა ვასწავლოთ, რომ პროპაგანდისთვის ხშირად გამოიყენებენ და არ გაგვიჯდეს თავში და ბევრი დიდი რაოდენობით არ უნდა უსმინოთ ვიდეოებს, რომელიც ერთი და იგივე ამბავს თავში გვიჭედავს და ის ხო არ არის იმისთვისაც გამოგონებული, რომ თან შენ კარგ რამეს გასწავლის და თან ცუდ რამეს მაგაი, ხო ვის ხელში ჩავარდება რა, თორე ეს ატომური ბომბიც რო გამოიგონეთ, ხო? ანუ ეს რაზეც არის დაყრდნობილი ატომური ბომბი, ხო? რეალურად ძალიან მაგარი გამოგონება, მაგრამ ვის ხელში ჩავარდება, იმის მიხედვით იქნება, წოდ იგივე რაღაცა არის ესეც რა, ვის ხელში ჩავარდება, იმიტომ რომ ხოდუშორის აი იმ დროს ფიქრობდი რა, ძალიან მარტივია ხელოვნური ინტელექტი, ანუ ეს AI იქნება, უბრალოდ ChatGPT იქნება თუ Gemini თუ მილიონი არის უკვე ძალიან ბევრია გამოსული სხვადასხვა ფუნქციებით, ხო? ისეთ ვიდეოებს აკეთებს, რომელსაც შეიძლება უკვე ვეღარ გაარჩიონ ნამდვილია თუ არა არის ნამდვილი. მაგასთან ერთად ძალიან მარტივია, აი სოციალურ ქსელში მაგალითად თქვა რაღაც ისეთი ერთწუთიანი ვიდეო ჩაწერა, რომელს დააწევინებ ტექსტს, ერთწუთიან ვიდეოს ჩაწერე და თქვა ისეთი გენიალური, რომ ადამიანებს ეგონებათ, რომ შენ რაღაცა გაგაჭკვიანო. ხო, აი მაგის ბევრი რაღაცები არსებობს რა და ალბათ აი აქ უნდა იყოს აი ზუსტად ის განათლების ოჯახის და განათლების სისტემის ამბავი, რომ აი აქაც რაღაცნაირად ჩემ მოსწავლეებს ვეუბნებოდი ხოლმე, რომ იმისთვის რომ ჭკვიანი გამხდარიყავი ჭკვიანი საათი, ეს არ არის ჭკვიანი საათი, მაგრამ ჭკვიანი საათიც გავიკეთებ მეთქი და არ მიშველა თქო რა და მე მოვიხსენ თქო და ზირთადად ჩემი საათები გაჩერებულია ხოლმე. ეს აჩვენებს დროს ახლა რომელიც მიკეთია. ზირთადად სულ გაჩერებული საათები მაქვს, იმიტომ რომ მე როცა ფუჭდება რაღაცნაირად ეს დროც ხო პირობითი გამოგონებაა, რაღაცნაირად გვჭირდება იმისთვის, რომ რაღაცეები ის რუტინები დროში გავწეროთ. თორე რაღაცა ერთი გრძელი მონაკვეთის პატარა ნაწილები ვართ და ესე ვიწელებით ჩვენს დროში, ზოგჯერ დიდად, ზოგჯერ პატარაზე, ხო და ამიტომ თუ სწორად გამოვიყენებთ, მე მგონი დაგვეხმარება კიდევაც ბევრ რამეში. ანუ ზომიერებაა მანდაც თავარი. წყალიც ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ბევრს თუ დავლებთ, ეს წყალიც ხელს შეგვიშლის. ზომიერება და კიდევ სიყვარული, რასაც გავაკეთებთ იმის. თუნდაც იქ ხელოვნურ ინტელექტში რომ რამეს კარგად აკეთებ, ერთ-ერთი მაგალითად ქუჩის მხატვრობას აცოცხლებს და მე ჩემს მოსწავლეებთან ხშირად ვიყენებ ხოლმე და ვაცნობ საქართველოს ქუჩას ან საქართველოს ისტორიულ პირებს ამ ადამიანის გაცოცხლებული ხელოვნური ინტელექტის მიერ ალაპარაკებული პერსონაჟებით ან ქუჩის მხატვრობით და ძალიანაც მომწონს და ეხლა მე არ ვიწყებ ამის კეთებას კიდევ რომ დამატებითი დრო არ დავხარჯო მე სხვანაირად შეიძლება გამოვიყენო სხვა მასალა მივიღო მაგრამ იმ ჩემ მეგობარს ვენდობი რომელიც ქუჩაში ისედაც ტურებს მართავს და მისი პროფესიაა რომ ეს ქუჩა მისია მოკლედ და თან ეს ტექნოლოგიებთანაც მეგობრობს და მშვენივრად ართმევს თავს და მადლობელი ვარ მისი რომ ესე გემრიელად მუშაობს
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ბევრ რაღაცაზე დავფიქრდებით. კიდევ ერთხელ გადავიაზრებთ მე და ჩემი მაყურებელი ამ ეპიზოდის მოსმენის შემდეგ. და რა ვიცი, გისურვებ ძალიან ბევრი არა გისურვებ, რომ აი ის სიყვარული, რა სიყვარულითაც ახლა შენ საუბრობ შენს პროფესიაზე და შენს საქმიანობაზე, ეგ სიყვარული არასდროს არსად არ წავიდეს და სულ შენთან იყოს რა, იმას გისურვებდი. დიდი მადლობა. და ჩემ მაყურებელს ვეტყვი, რომ თუ ამ ვიდეოს უყურებთ, გთხოვთ, რომ მოიწონოთ თვითონ ვიდეო, იმიტომ რომ ეს მეხმარება გავრცელებაში და უფრო მეტი ადამიანის თვალამდე მიდის და ყურამდე და გამოიწეროთ ცოდნის მოყვარე პოდკასტის YouTube-ის არხი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ვართ და კიდევ მეტნი მინდა გავხდეთ, იმიტომ რომ განათლება და ცოდნა, რასაც ვისაუბრეთ, ბევრი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. და სხვათა შორის აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რომ პოდკასტს სანამ ვიწყებდი, იყო რომ აი ვის რა შეაინტერესებს, ახლა ცოდნა, ისეთი გავრცელება. ისედაც ეგრე არის, ხო? ახლა თუ შეადარებ რაღაც სხვა კონტენტს, რომელიც არის თქვა პირობითად მოგზაურობაზე, რომელსაც ვგიჟდები მე თვითონ მაგ კონტენტზე და ყველა ადამიანის იმ შურს, ვისაც ეგ კონტენტი აქვს და მოგზაურობს აქეთ-იქით, არ აქვს იმდენი ნახვა, იმიტომ რომ ცოდნის მოგზაურობა შეგიძლიათ ძალიან კარგია და სხვა არის მაგაზე ინტელექტუალური ტურიზმი დაიგეგმოს ქვეყანაში. მაგალითად ვაჟა-ფშაველას იგივე სკოლა, სადაც ასწავლდა, არის დანგრეული, ჭერი არა აქვს, არ და შეიძლება რომ ის სივრცე გაკეთდეს, სულ ერთსართულიანი შენობა იყო და იქ ისე მოეწყოს თუნდაც რაღაცა გაკვეთილები ჩატარდეს და რამდენი ჩავიდოდა, ხო? ჩვენ ჩავდოთ ვაჟას მუზეუმში, აქ ცხოვრობდა, არ არის საკმარის მეტი გვჭირდება, ხო? და კიდევ მე ვაგროვდი ვინ იყვნენ მასწავლებლები და ამ მასწავლებლების ადგილად ცოდნის კერები რო გაჩნდეს და იმ ადგილებიდანაც ჩაწერთ ხოლმე მე ძალიან კარგი იდეა, მადლობა. ხო და თან მოგზაურობა გამოვა თან კი და იცი რისი თქმა მინდოდა რომ საბოლოო ჯამში რას მივხვდი იცი რომ ის რომ ადამიანებს საქართველოში განათლება და ცოდნა არ უნდათ კი არა. საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ადამიანებს ცოდნა და განათლება უნდათ, რომელიც იქნება ხელმისაწვდომი და ხშირ შემთხვევაში უფასო, იმიტომ რომ ეს პოდკასტი არის უფასო და ხარისხიანი. და მაშინ განათლება უნდა. უმეტეს ადამიანს უნდა ეს განათლება, იმიტომ რომ არავის არ წარმოედგინა, როდესაც ვიწყებდი პოდკასტს, რომ რაღაცა ამდენი გამომწერი ექნება, ამდენი ნახვა ექნებოდა, ხო, თავიდან ყველა მომნებდა, რომ ერთი წელი დიდად არაფერს არ ელოდო, მაინც ისე რა იქნება ყველაფერი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ დადასტურდა, ხო, რომ ადამიანებს ეს უნდათ, მაგრამ თავარი არის აი ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ესე მგონი. და მადლობა ყველას. დიდი მადლობა შენს მსმენელებს და შენ